ძალიან ცხელა. მინდოდა რომ პირველი სიტყვა ჩემგან ეს გაგიგოთ რომ ძალიან ცხელა. თქვენ ხო არიცით მაყურებლებო და ჩვენ გეუბნებით. თქვენ რო ეხა თქვენ ვერ ხვდებით ალბათ, იმიტომ რომ ძალიან დიდრულ სახლებში კონდიციონერებში ხართ. არც აი ხან ხო გიბერავთ. აქ ძალიან ცხელა. კი. აქ აჩიკოს უბერავს მარტო. სტუმარი იყო ალბათ 40 კილოთი მეტი და ფიზიკურად ეხა დაიკლო, ამ წამს დაიკლო. ბარიატრიის გარეშე თან სტუმარი იკლებს. ხავში მაგიტო მოვედი. რო დამეკლო. ცოტა რო დაიკლო. დღეს ვინ წარადგენს სტუმარს? მე ვიქნები. თუ შენ გავა. დიდი ის გვინა. ალექსანდრე ლოტფენზე არის ჩვენი სტუმარი. ყველასათვის საყვარელი, საყვავილი სპონსორი. გადაცემა საყვავილის კონსულტანტი. როგორ ხარ? მე სპეციალურად არ ველაპარაკები ხოლმე სტუმარს ბევრს ჩაწერამდე რა, იმ გამარჯვებას ვარ გითხარი და რაღაც რომ. კი. უფრო ბუნებრივი იყოს. და თან უზრდელი რო გამოჩნდეს, კალას ეგ უყავს რა. თუმცა არა აქვს. ხო, მე მირჩენია რომ პოდკასტზე დავიხარჯოთ რა და ვილაპარაკოთ. რა გვაქვს წევები არ მოვყვეთ? რა საკვირველია, მაგრამ ჯერ სტუმართან ცოტა სტუმარი გავაყუროთ, უთხრათ მოუყვეთ მერე და აჩიკოს რა მოვიდა იქ ბეცონის კორპორატივზე არ მოვყვეთ? მოუყვეთ აუცილებლად მოუყვეთ. მაგას გავმაზავთ ხა. მეც მაინტერესებს. აჩი ბასტო იყო შშმ პირების ოთახში რა, ეგეთი ოთახი შეხვდა რომ შშმ პირების ოთახი იყო. ო ლუსტრა არეკიდა და ორივგან წითელი თოკი იყო ჩამოწეუდა. მე მეგონა რომ ეთქობა ვერ დაასრულეს მეთქი რემონტი და აქ კაბელებია თქო და აქ მე ამას ლუსტრს დაკიდე. ლუსტრან ჭაღი ხო? ჭაღი ხო ლუსტრის დედა ჭაღი. სანათი. ეს ამებს ვათამაშებდი ღამე რა, კლემ. ვიჟ ტუალეტში შევედი, ტუალეტი იყო 40 კვადრატული რა, ანუ. და ის ძალიან დიდი სივრცე იყო რომ იცი კალიასკით რაღაცა. აჩიკო მოხდა ვასტოსთან ოთახში, იმიტომ რომ დათვრა ორგანიზმმა არ მიიღო. მე არ მახსოვს როგორ მოვხვდი ბასტოსთან ოთახში. ანუ ორგანიზმმა არ მიიღო ალკოჰოლი აჩიკოსი, ბევრი რაურია და დაიცალა ალკოჰოლისგან. მეტი პოლიტიკურად ვერ ვიტყვი, გასკდა წყევი. ოღონდ ძალიან ადეკვატური იყო რა, გვერდზე გვედგა. ჩვეულებრივ ლაპარაკობდა. აი რაღაც ახალ პროექტებზე ესაუბრებოდა სპონსორებს და მოწყდა. ამას ვაპირებთ რაღაც და 5 წუთში მეუბნება რომ აჩიკო არივიდან გადაარწყიაო. იქ რაღაც სტუმრები ძალიან დიდრული სასტუმრო იყო რაღაცა ესე შამპანური ჭიქებით იყვნენ და აჩიკო დაუშვა და დაბლა მართლა ანუ ინფლუენსერები დაბლა ცეკვდნენ წვიმაში. მართლა აი ბურგერის დამცაცები რო წამოვიდა მე მიხვდა რომ წვიმა არის. ხო და მოწყდა აჩიკო წაიღეს და ჩამოვედი მე დაბლა და ვიღაცა მითხრა რომ მოწყდა შენ ხო აჩიო ცუდად გახდა. ჩავარ დაბლა ბასტოსთან მივედი, ბასტო იქა. ბასტო სად არის მეთქი აჩი. არაფერი ტიპიო წამო განახო სად არ წყიაო. წამიყვანა, ეს ნაკვალევი ნახე, წყდებოდა მე ისე. ხალხი სურათებს იღებდა, ღირსშესანიშნავი ადგილი იყო ეგ. ანუ არტი იყიდებოდა, ის სკედელი იყიდებოდა თვითონ. ეგონათ ბანანის ნახატი. მეორე სად არის აჩიკო? ჩვენთან ოთახში არანაირი ლუკა იქ არისო. და ლუკას ეცეკვება რა. მართლა გეუბნები, ანუ ბასტოს უბრალოდ სად არის? აი რაღაცებს საკეთებს და წინ შენი ძმა არის. ერთმანეთს ეცეკვება. ბიჭო, მე ლუკა, აი აქ არის შეჭება. ხო არ ვიციო მაშინ ჩვენ ავედი მეთქი ბიჭო, ცუდად არ გახდეს რა, არ გაიგუდოს. რა უნდა გაიგო, ამოიღო ყველაფერი. არა ხო. დაასხათავზე. ავარდი ზევით მივედი, ეს არის გართიშვილი. გართიშვილი, აი ეს დიდი ნაგვის ურნაუდევს გვერდზე, პისტამდეა სავსე რა. აი თან ამის გაწეწინეთ მე ნახე, აი რაღაცნაირად აი ანუ დილით რო იყვიზებს უკვე შეჩე. აჩი ვეუბნები გადავატრიალებ, გადმოტრიალდება. ბიჭო, გადავატრიალებ, რამე რომ მოვიდეს გვერდულად. გადმოტრიალდება ეს ეყვა და აგვიროს დაიხჩობა. ბიჭო, მე რაღაცაში მომაჯანჯღები გადადიმეთ შეჩება და ესა ეს ხო. ეთე. ვაჯერ ვარწყიე. დაიძინა შეჩე. ანუ მე ვიტყვი ერთს და მე უკვე მეც მოგავშე რომ აჩიკო მიდი რა ათამდე. შემოვიყო. გადმოტრიალები ერთი რა შეჩე. კარგი, აი კუჭი ხონდა აქ რა, აი ამოტრიალები. ბასტო ამოდო ოთახშიო, ხო რომ ვერ წამოვიდა და მარტო არ ოთახშიო. აი ტელეგზა. აი ეს ხო ჩამოუწიე. ამოვიდა დაცვა ამოვარდა ეგრევე რომ რახან შეშემო პირებს ოტაკი. ესე იგი დახმარება ჭირდება ვიღაცას რა. თან საჭმელი გვაქვს შეკვეთილი. ეს დაცვა ამოვიდა თქვენ გამოიძახეთო სახსალამათი ხალხი. კი მეთქი რა გამიტყდა ეხა. ამოდი მეთქი. ეს ხო საფარი გადავყადე. გადავყდე.
ამის გამო მეთქი რა. შაქარი დაუარდა. დედას გეძე. შაქარი დაუარდა მეთქი. საჭმელზე გითხეს 1 საათი ლოდინის ხო რა. სუდათ არის ხო. იქნება მალე მოიტანოთ თქო რა. ამასთან არ ნაწავი. შეგარწო. რესეპშენში დავრეკე ის გოგო ამოვიდა თან გადავხეს იგო შაქრიანი ცუდად გახდა თქო. აი, აჩიკომ რო გადაარწია მეორე სართული, ეგ უფრო ნაკლებად გამიტყდებოდა, ვიდრე შეასაკეთებ ხოლმე. პერსონალს როგორ შევაპარაკებ. ბუქში და ეხა ბიჭო. არა, მეთქი შაქრიანი ცუდად გახდა თქო. შეჭება თან ზუსტად ეგრე ეგდო. ფერი არედო შეჭა. მეთქი კაცო შაქრიანი ცუდად თუ არა ჭამა მეთქი ეხა სულ დანძრო ისეც გაიგდიშა მეთქი. სამ კომაში გადავამეთქი საჭმელი იქნება, როგორმე ამოიძეს მეთქი და 8 ქლაპ სენდვიჩი. აი, ხო შეუკვეთა ყველა შეჭება და ყველას შეკვეთილი მე წამოვიდა რომ აი ამას თვითონ ვაჭამო. ეცა ეს ეხა מחარა ეს ის მომენტია რომ თქვენი გაბუქებული ისტორიის ჩემ პერსპექტივას ყვები ხოლმე, მაგრამ არ არსებობს, ჩემი პერსპექტივა არ არსებობს, იმიტომ არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს რა. მახსოვს რაღაც მომენტში რომ აი ვიღაცებს ველაპარაკობენ. მე მახსოვს რომ ბასტოს და ლუკას მიმათრევდნენ ბასტო და ლუკა სადღაც, ოღონდ ეგ მომენტი აი ბუნდოვნად რაღაცა მეპიზოდები. მოხდა კიდე არ გეტყვი. სադրოგული არ გაგისკდა. და აი მე როხროხით რომ შემოვარდნენ ერთი მომენტი მახსოვს, ესენი შემოვარდნენ აი ძალიან ხმამაღლა ერთი წამი გამეღვიძა და ეგრე გავითი შემერე სანამ გამოიძახებდნენ იმ ხალხ სენდვიჩებს და ცოტნე იყო ჩვენთან ერთად რა. დაბლა მიუწევდა გული რა, არ ვიცი რატო. ხალა? არა. მეუბნები ცოტნე ხალხ სენდვიჩი მოვა რაღაც ლუდი მეთქი და დავლეს. ფიჩო, ეგ რაღაც არა შეჩემა ჩავალბე დაბლა. აუ მე მოგიყვები მე და ბასტომ რა უყოლეთ მე. ვიცი ეგ ამბები, მე რას მიყვები? საერთოდ სტომარს უთხარი. არ არის მოსაყრელი. საზოგადოებას. ლუდი და საჭმელი მოდის მე, ცოტა. რა მაინტერესებს? აი გეყოფა ეხა გავიგე, კორპორატზე გაერთვე. გასაგებია. აი. მე რა გავერთე? თუ ყოფილ ხარ კორპორატიულზე, პირველი შეკითხვით გადმოვალ. კი. და აი თუ გაკეთები ეგეთი რაღაცა, რომ ხო ფურშეტი და რაღაცა არის და ნაჭამი თუ ჩასულ ხარ. აი შევჭამე და მე ჩავედი. არა. ანუ რა შეიძლება იყოს ძირითადად პირიქით არის ხოლმე, რომ დღეს არ ვჭამ. იმიტომ რომ ნარდიდო მაგიდაზე რა, ანუ შეგეძლო ნარდზე გეჭამა. არა, რა მითხრა იცი? და ეს შანსი არ გაუშვით ხელით. არა, ის რა. მე ნაჭამი ვარო, თუ ეს თან ზემოდან მიყულებს და რატომ მეთქი და უფასო არაფერი არ მიყვარს. და იქ რა, ბურგერი ძიდო აი ეს ამხელა რა 80 ლარი გადაიხადეს მაგაში, ნომერში ეჭამათ, რომ არა, რა ნომერში გარეთ დავჯექით ნარდს თამაშობდით, თან ჭამეთ და გადავიღეთ რა 350 ლარი რა, ორ ბურგერში და წვენში და ჩავიდე ამ თებშაკ სავსე ეგეთი ბურგერებით ეს რა. წვენების ზედა იყო ისედაც მენიუში? იყო კი. აი მარტო ჩემზე რო არ იყოს აქცენტი ხა აქ ჩავსვავ კალას და ლუკას ცეკვას, რომელიც მეორე დღეს შემთხვევით ვიპოვე, არ მოხსოვდა რომ მქონდა და მიმებისთვის გამოდგება წესით ჯგუფში რა, ეხა იქნება ჩასმული. ბასტო სად არის აჩიმი? ლუკას ყავს შეჩემა დაწყნარდიო. და ლუკა გაუფლილი წინ ეცეკვება რაღაცას იძახებდნენ ორივე. შენ თუ გაქვს ეგეთი ბლეკაუთის ისტორია რამე, რომ ძალიან დათვერი და კი, და ძალიან ბავშვობაში. ანუ ძალიან დიდი ხანი აღარ ქონია. ხო, არა, ბლეკაუთი აღარ თორები? ხო, აი ხო იცი რომ იჩემებენ ხოლმე რომ მე არ თვრები, რამდენიც არ უნდა დავლიო. ეგრე ვარ, მაგრამ ძალიან ის არის, რა ქვია, აქტიური ხანა არის მაგისი მე მგონი პირიქით. ხო და ძალიან ცუდი. კობულეთში დავლიეთ, მახსოვს, ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ერთი მოყუდებით ვინ უფრო მეც დალევდა. და მე ჩავცალე არყის ბოთლი რა და მეთქი კიდე კონიაკი გამოუშვით თქო. და მე მახსოვს ერთადერთი რაღაცა რომ ეხა პლაჟზე ჩავიდეთო. ჩავედით, რაღაც მომენტში მახსოვს ქეჩოში ჩემი ძმაკაცის ხელი რომ ხეს ეჯახებიო. რო ავიხედე რაღაცა დიდი ხე იდგა იმას სანამ პლაჟზე გახვალ რა და არა მეთქი არ ვეჯახე პროსტა კაია თქო და ჩავეხუტე ამ ხეს რა და მაგის მერე მახსოვს რომ პლაჟზე გავედით და ამათ ვეუბნებოდი რომ მე აქ უნდა ვიცხოვრო всё რჩებით და აღარ მოვდივარ თქო რა ანუ სახლი და რამე ავიშენო კი არა პროსტა იქ უნდა მეცხოვრა პლაჟზე რა და ხო მე აღარ მახსოვს ბევრი რამე რა ცუდი სიმთვრალე გქონია მაგ ჟანრში ვარ თქვენს მოყევით კალა შენს მოყევი აბა ეგეთი შენი ისტორია ბოლო თლათ ისე რო არ იყოს რომ ეგაც კორპორატიული იმიტომ რომ მეც მახსოვს შენი ეგეთი ბოლოს ბარების ვიდეო რო გადავიღეთ მაშინ დავთვერი როგორ დამთავრდა მაგრამ რო აკეთე ეგ გვაინტერესებს
რა გააკეთე. ცოტა ცუდად მოვიქეცი. ერთ-ერთ ბარში არ შეგვიშვეს და დაცვა იდგა და ცოტა არ მჭირს ხოლმე აგეთი რაღაცა, მაგრამ მე ოქტოპუსიდან არა, ეგეთი რაღაცა არ მიქნია, არა. დაცვა აი ოქტოპუსიო, ერთ-ერთი ფეხი დაიჭირე ხელშიო და მე ოქტოპუსიდან. არა, ანუ ბარებში დავდიოთ, ესე უნდა დაგვილია წინა შეკვეთილი რა, ვინც რაღაც შეუკვეთა და ეგეთი ვიდეო იყო. და აი რაღაცა არაო, გადაღება არ შეიძლება, გარკვეულ და მთვრალი ვიყავი უკვე და აი დღენი კარგი ცნობად არ შეიძლება, ანუ ცოტა არა, პირში კი არ მithქვამს და არ მიგინებია, მაგრამ გამოვედი აქციელს. რო გამოვედი, ცოტა უხეშად. პარის დაცვას რომ ანუ სუდი არაფერი არ უქნია. უხეშად გამომივიდა. აი თქვენ კარგის, აი მან ხო, ანუ სიკლუს ეთამაშები. არა, ისიც გიყურებს, რომ თვალია კაცო, მაგრამ არ ომდის ხოლმე ეგეთი რაღაცა. რომელ ბარში არის დაცვა, რომ კაი. მაგრამ უფრო ადრეულ ასაკში, რაც შენ მოყევი მაგასაკში, მაგ გაკეთებული რაღაცები. რა, აბა? მოყევი ანუ ყლევა საინტერესო. მე არაზრს დამთვალ ვარ ეგრე რომ ყლევა მეკეთებული. მას ფიზიკურად ვერ დამთვალ. შენ სიფხიზლეში არა. ან ვიძინებ, ან უბრალოდ შევლებდი. აი, მაშინ მე მოვყვები מחარას დათრობის ისტორიას. შევახსენებ ხალხს, შეიძლება ვიღაცამ მოიციან. რატის ბარში מחარამ რო დალია. რა მე, აი მანქანით რო ტაქსით მივიდიოდით სახში מחარას სახში და აი ჩვეულებრივად მანქანას ანუ სანამ მანქანა გაჩერდებოდა კარები გააყო და ნარწყევის კვალი იყო מחარას სახლამდე ზუსტად რა. აღოდ მართლა ამას არ ვაბუქებ. מחარა მიცის ხოლმე გაბუქებო მე არ. ჰა? ხო გარეთი ყო. ბიჭო, გულის არევა არ არის ისა, ეხა ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ინტოქსიკაცია. აქ ისე შენი ნარწყევი იცისად. აი მოდი ვერ მოვყვები მაშინ იქ რა გააკეთა მაგას დავიტოვებ იმას. რა გაი. შენს გაკეთებული ე? მაგას მალავდი ხო წეგან. სიმთვრალეში მაგ ანუ ხესთან მივეყუდე და მოუფსი შეჭი მაგონ არც მეჭირა და არც ზმენიკა გამიხსნია. ანუ იმედენად მეზარებოდა. просто მივეყუდე და მოუფსი შე. აი ხესთან რატო ვეყუდე არ ვიცი. ალბათ ჩაიფს არ შემშე. აი მივეყუდე და მოუფსი. ბიჭო, ესე ხო არ ხედის. აი დაში ეს ხელი ჩამოგდებული ხო და ეს მივეყუდე და ხერო იყო დარწმუნებული. რა მოვიწყდება? აი არც ამიღა მე მითხეს რომ ამოგება დაგავეწო. მაგაცი მაგისა არ. არა ეხლა მართლა მოგივიდა? ო просто მივეყუდე და მოუფსი. ანუ ვერ გავიაზრე რომ ამომეყო. ჩავიფსი არ არის. ევროპა რასაკეთებს ხედავ მაგის გადაცემა ალექსანდრე ლორთქმენიძე რომ მოვიყვანეთ ჩანაფიქრი მქონდა რომ რაღაც ჭკვიანური ინტელექტუალური იდეალურად დავიწყეთ. ძალიან ისე იყოს. არა 30-50 მიმოწე რამდენი. ძალიან ის არის რა, ანუ პირიქით დავიწყეთ დაბალი პოინტიდან და ეხლა ზემოთ ავა. ციგნებში თავჩარგული ყველას ნანახი ყევხარ. ჩვენ გვაინტერესებს სიმთვრალეში როგორი ხარ ხტები. არა, როდის გინახი ვარ ერთი ციგნებში თავჩარგული. ციგნებზე საუბარში. ბავშვები არიან თავჩარგულები. ციგნებზე საუბარში გართული არაერთხელ უნდა ჩარგული რას ნიშნავს? აი სუკითხულობს, ანუ ყველა თავისუფალ დროს ციგნს კითხულობს. აი რას ნიშნავს თავჩარგული? ალბათ. რატომ ვიცი ეგეთ ხალხი პრინციპში. აი მე ესე რო კითხულობ ხო? ზღვაზე, აი მაშინ მომდება ყველა ციგნის გადაშლა. აი ზღვაზე კაია თო. გადაშლეს და აი ნიავი რო გინია. კაცო ისეთი ხალხი რომ მართლა ვიდეოს გადაღების მეტი არაფერი არ იციან და ეუცებ ციგნით. რატო რა გეშლება? რო ვიღაცამ გადაიღოს. ბევრი მაგიტო ხსნის ხოლმე. კაი, ანუ აი ხო შეიძლება ციგნი გადაშლა ხომ მე ბევრი მაგ წანაკითხი. კიდია ხო ბაშის მეკიდა ძალიან და აი ეგრე რომ უბრალოდ გადავიდა მიკროფონი. წავიკითხე და განახე რომ აი მაგიტო ცხელი მიკროფონს ციგნებს რო კითხულობ. ეგ შეიძლება ერთ-ერთი გაპრო რომ ამას იმიტომ ვაკეთებ რომ აუდიტორია ხო ეგ ხო ძალიან ცნობილი ტრენდია ციგნებისთვის გადაღება, ოღონდ წაკითხული აქვს თუ არა, გაცმა არ იცის რა. აი ზირთად ზღვაზე მინახავს ეს გადაშლა. სხვაგან არსად მინახავს. შეიძლება მართლა კითხულობ მე ტყუილად რატომ გადაშავა, ხო? ალექსანდრ, მე კითხვა, აი מחარას არ უყვარს საერთოდ რა კითხვა რა, აი რენდომ თემებით რომ მოდის იმასაც კითხულობს და სად არის დაშვებული შეცდომა რა ასაკში და რა ლიტერატურა დააკლდა რომ ამაზე დაშენებულიყო. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. კითხულობდი ბევრს. კი, ზღაპრებს და რაღაცა იმეებს რა. და საიდან აღარ კითხულობ. როგორ გავტეხოთ რაღაცა მოხდა ფსიქოლოგიური ის არის საჭირო. ხო. და ვერ ხო кайფობდი იმ კითხვის პროცესით, თუ кайფობდი რატო არა? ძალიან кайფ. ხო, მაგრამ ინფორმაციას ვიღებდი. ეხლანდელი გადმოსახედიდან მართალი აღმოჩნდი, ხო? თუ გჭირდებოდა. არაფერში. მე ინტერნეტი გაიჩიტა რა და ინტერნეტით რო ბევრად მარტივად ვიგებდი რაღაც. ეხლა მე ხო, მარტო ინფორმაციისთვის ხო არ გინდოდა. ენციკლოპედია მქონდა 12 ტომეული, რომელსაც ყოველდღიურად
სულ არა, მაგრამ ვათვალიერებდი რა. აუ, მაგას ეხა ნაბა. ანუ აი ჩათვალე ეხლა Google-ში რაღაც შეძებ. იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ტიპმა 12 ტომში გამოსცა ანუ ყველა აწვიცით. ყველაფერი სიგიჟე არის რა, ანუ განა ჩაწერ კი არა, ტიპმა დაწერა, ანუ ადგა და 12 ტომი Google-ი დაწერა ეს და მოგიტანა. ჭიების და რაღაცებს რო პოულობდი ხოლმე ეზოში, მახსოვს 100 ფეხა ჭია იყო ხოლმე, რომელზეც ინფორმაცია არ ვიცოდი და ჯერ იმის სახელის გარკვევა იყო ამბავი. მე იმ ენციკლოპედიაში იყო რა, ანუ აი ჭია რო იყო იქ, ესე იგი სხვა ყველაფერიც იყო. ის იყო Google-იდან რო გადაშლილი თავის ფოტოებით ფერად. ხატრული ლიტერატურა რამე ინფორმაციის გასაგებად არ გეუბნები, აი? ხატრული ლიტერატურა არა. ხო და მე მგონი მაგიტომ მომბეს და არასწორ რაღაც, ანუ რაღაც ენციკლოპედია მტერმა წაიკითხა ეხა. რა გაკითხებდა მაგას? ბიჭო, იმიტომ რომ ანუ შენ წიგნი გონია რა გეგონა ინფორმაციის გაგებისთვის მარტო? ხო. გასართობად აი გამოძიე დეტექტივი რაღაც. სტალინზე მაგ წაკითხული ერთი 10 წიგნი რა. ართ. ნანა ხსნით, რატომაც აღარ კითხულობ. ჭიებზე ენციკლოპედია და არა, ხო რაღაც მძიმე წიგნებს კითხულობდი და აი თავარი საიტი. მართლა რაღაც აგათა კრისტი რო წაკითხა. როგორი მნიშვნელოვანია ახალგაზრდა და პატარა ბავშვს შეურჩიოთ სწორი ლიტერატურა, რომ მას ყელში არ ამოუვიდეს ეს. მე მახსოვს, იყო ხოლმე ჩვენს ბავშვობაში რაღაც ძალით მაკითხებდნენ რაღაც. არ მაინტერესებდა რა. და რატო არის ეგ მომენტი, რომ აი ძალით წაიკითხე? ანუ მე მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანია არ შევურჩიოთ არასწორი ლიტერატურა, ვიდრე შევურჩიოთ სწორი რა, იმიტომ ეგ ყველაზე უარესია. სამი გოჭი. არა, ტრამალის გერმანელი ჯარისკაცის დაწერილი წიგნი იყო, ოღონდ რა ცხოვრება იმის გადმოსახედიდან კარგად სისხლიანი იყო თან ეს იყო ხელნაწერი ქონდა მაგას და ეს ხდება 11 წლამდე წარმოგიდგენია გადმოსახედიდან დაწერილი მეორე მსოფლიო ომში და კარგი იყო საბჭოთა კავშირი როგორ გაკაჩეთ 11 წლამდე მანამდე რა თუ არ დაანეფეთავი პროსტ ბიჭო მაინტერესებდა იმიტომ რომ გერმანია არა ეგ მესმის ხო გარშემო მყავდა სულ ეგ ინფორმაციები მქონდა და მაინტერესებდა თან ეგ წიგნი მაჩუქეს და მაინტერესებდა გერმანელი ჯარისკაცის მიერ დაწერილი მეორე მსოფლიო ომი როგორ იყო კარგი საბჭოთა კავშირი. ხო. აღთკინებით რო ეგ ალბათ პროპაგანდისტული წიგნი იყო, რომელიც ამათმა გამოუშვეს, იმიტომ რომ აი გერმანია ჩვენ როგორ გვაქვს და რა შეიძლება გერმანელმა ყოჩახ საბჭოთა ბაზარი ხო? არ ამგონია თან მაშინდელ იმაში. პროპაგანდისტული წიგნები იყო შემორჩენილი უკვე საბჭოთა კავშირიდან და იმ წიგნებს მაშინ არც ბიბლუსი იყო, არაფერი არ იყო, იყო გახუნებული წიგნები, რომელზეც რო იპოვიდი, ოპა, ომი ეხატა დავაი, წავიდა. რაღაცა სერიები იყო, რაც ყველას ჰქონდა სახში, ალბათ თავის დროზე რო გამოსცეს, უეჭველი უნდა გეყიდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ აი მახსოვს რომ რაღაცეები ვინმე 5 წიგნი თუ ედო სახში ყველასთან მინახავს რა, აი ეგ წიგნი ყველასთან მინახავს რაღაც, მაგალითად გულივერის თავგადასავალი, რაღაცა დომეული რო იყო, აი ყველასთან მინახავს აბსოლუტურად. ხო, ჟიულვერნი აქტიურად. ხო და ყველაზე ცუდი არის რომ აი ბავშვებს რო აძალებენ ხოლმე და ურჩევენ რომ აი ხა 12 წლისას რაღაცა დიუმა წაკითხული უნდა გქონდეს, რატო უნდა გქონდეს რა, ანუ აი ეგრე არ არის რომ უნდა გქონდეს 12 წლისას ზეპია ცუდი მომენტი. თან ჩემ ბავშვობაში ის იყო ჰარი პოტერის წაკითხვა არ შეიძლება. ანუ ოღონდ წაკითხული რო ქონდეს ეგეთ ადამიანი არ გირჩევდა არასდროს. სკოლაში მახსოვს რომ ჰარი პოტერი, რასლავე, ხო ეგ ხო გაინტერესებთ ჰარი პოტერი, აი რაღაც ის რაღაცა წერალზე ილია ჭავჭავაძე და რაღაც წაკითხავთ და ბავშვები ვიყავით მე 6 კლასში თუ რაღაც და ნუ არ გვაქვს რაღაც ჰარი პოტერი და თამაში. და ჰარი პოტერი რამდენს გაქვს წაკითხული ნიშნის მოგებით მოგიგო მასწავლებელმა და აიწეთ და შეგვერცხინეს თუ რა. კი. მე ჰარი პოტერს არ მქონდა წაკითხული, მაგრამ ანუ ჰარი პოტერი როგორ და რო წაეკითხა იმასაც და მე გამოეთქვა აზრი ალბათ უფრო დაალაგებული განათლების სისტემა გვექნება. და მარკები შემოვიდა, ეს მშგვალი მარკები იყო ხოლმე ჰარი პოტერის. და მანდიდან ის რაღაც საინტერესო რაღაცები რო იყო დამაინტერესა და ფიშკები ხო მარკაობით ხო. რა. და თამაშობდი ხოლმე იმას? მარკა გორში ერქვა მარკაობა თურმე. ხო მართლა. ანუ მარკა მე ჩვენს ფიშკებს ვეძახით ხო. და აგდე ამოატრიალი. იქ იყო ხოლმე 20-იანი, ანუ 20 ცალი გეჭირა ეს დაპრესი. დაარტყავდი რამდენიც განამტკიცე და ითვლიდი და იმის 20 რამდენი, ანუ გაზრდილი იყო ფსონები რა. მე არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ეგეთი ცნობილი სტატია იყო ჰარი პოტერი, ანუ ცოცხლზე ამხედრებული ალქაჯი თუ რაღაცა ესე ერქვა და ყველა ავრცელებდა ამას და ნუ ის იყო რომ რაღაც ჰარი პოტერში არის ჩაშიფრული რაღაცები ამ წიანდადებას რო წაიკითხავ ღამებ დემონები გესიზმრება და რაღაც სასწაული ხდებოდა რა და ცოცხლით აიღო და გადმოფრინდა და რაღაცა და მაგ პერიოდში რაღაც მეგობრები
გავხდით რამდენიმე ადამიანი, ვინც ვიყავით პოტერომანები რა, ძალიან გვიყვარდა ჰარი პოტერი, რაღაც ფორუმ ჯირო იყო გახსოვთ? მან განვიხილავდით ხოლმე რა. ფორუმი სასწაული ადგილი იყო. და ერთხელ მახსოვს შევიკრიბეთ ალექსანდროვის ბაღში, რაღაცა ახალი წიგნი გამოდიოდა და რო გაუზიაროთ ერთმანეთს რაღაცა ამბები, აბა ვინა წავიკითხეთ და ჰარი პოტერის თემებით ვარ ჩეკრებილი და ზოგს რაღაცა ჯოხი აქვს დათრეული, ვიღაცამ გამოუგზავნა, ზოგს რაღაცა ყელსახვევი აქვს ჰარი პოტერის და რაღაცა ესენი გვაქვს და რაღაცებს ვსაუბრობთ და ხალი ამოდიოდა რა აღმართზე ზემოთ და რო დაგვინახა ამ რაღაცებს ეთყობა ქონდა ეს სტატია წაკითხული თუ არ ვიცი სუპირჯვრის წერით ჩაიარა ჩვენ დანახვაზე გოთები ბავშვები ჩვენ დროს იყვნენ ხოლმე გოთები რა გოთები ემოები გოთები სადაც ჩაკეტილი ბავშვი ეგ იყო ხოლმე ის ჩაკეტილი პრობლემური ბავშვია ჩაკეტილი ბავშვია რა და ჩვენც იმდენად გვაგონებდნენ რომ ხედავდით დამცინავად ექცეოდით ხოლმე იმიტომ რომ არ ვიცი ან ეხანდელი გადამსახედიდან აქსელი იყო მაგრამ მაშინ ზუსტად ვცოდი რომ სწორს ვაკეთებდი იმიტომ რომ რახან უფროსობა ეგრე იძახდა რაღაცა ბავშვი აკეთებთ ამას არა მეც ეკონდა ჰარი პოტერზე მევასებოდა ფილმები რომ გამოვიდა და ნახე და წიგნებზე და იმას არ წაიკითხოთ და ეგ მომენტი იყო ეშმაკისეული იყო ყველაფრის განმარტება რომ ეშმაკისეულია მე ეს მოგივა ის მოგივა და რატომ იკითხება ჰარი პოტერის 3-6-იანი ხო და არა რეალურად მეგობრებო ვისაც გინდა საკითხვა რამის მე როგორც ვიცი არ წამიკითხავს დღემდე ჰარი პოტერი სამწუხაროდ მაგრამ წაიკითხე ხო ანუ მინდა ძალიან სასიამოვნო აი ყველასგან არავისგან არ მსმენია რომ აი არ გინდა ეხა ანუ ყველა რეკომენდაციას უწევს იმიტომ რომ ნუ ძალიან მაგარი რამეა რა ზოგადად ხო ძალიან საყვარელი მე ლის რა აი რა ზარმაციკაცი ვარ ფილმი მირჩევნია რა ხო არა ეგ მესმის და რაღაცა არ გამსჭი მაგის გამო ადამიანს მაგრამ შეიძლება უბრალოდ რაღაცა ისეთი ტექსტი არ იყოს ფილმში ჩაიგდე ხელში რომელიც გესიამოვნა რა კი იმიტომ რომ მეც ეგრე ვიტანჯებოდი ხო ახლა თუ რაღაც ძალიან რთული იმას აიღებ მართლა ახლა შეიძლება ბალზაკი ვერ წაიკითხო დღეს იმიტომ რომ სხვანაირად საუბრობთ და უცებ ეს არ გესიამოვნოს რა მაშინდელი ისა შეიძლება გესიამოვნოს მაგრამ კაცია და გუნება მაგრამ აი იგივე ჰარი პოტერი მაგალითად ისე საინტერესოდ ვითარდება ან იგივე რა მართლა აგათა კრისტი რო აიღო ან რაღაც შერლოკ ჰოლმსი რაღაცა ძალიან მაგარია პროსტა ისეთ საინტერესო რაღაც ხდება თავიდან რომ ვეღარანებებ თავს რა მე რა გითხებს აი ის იყო რა ქვია საიდუმლო კონძული რა იმას დასაკავშირებაა რომ საიდუმლო კონძული წაიკეთე უეჭველი აუცილებლობა იყო დავიწყე და ბიჭო ეს პირველი თავი მაქვს რიჩმონდის ტყვეები ქვია რო გარბიანი მიდან დირიჟაბურთის და აი ვიჯახირე თავიდან იმიტომ რომ აი მაგრამ რო გადავლახე მე ეს აი შერასამულ მეზარება და ეგ რო გადავლახე წიგნი ისე მორჩიტი არა პატარა წიგნი რა ვერ მივხვდი ან ვერ დამთავრდა მე ძალიან საინტერესო ხო გაგიქნიოს რა წიგნს ხო წიგნს კარგი ის აქვს რომ შენი შთაგონებით შეგიძლია რაღაცებს ხო ეგ ძალიან მაგარია რა ანუ კინოს რო უყურებ ხო სხვისი ის არის ხედვას ხედავ ხო შენით რო შეგიძლია რომ მე ნერვები მეშლება ხო ალბათ მომეშლება რომ აქ რასაც ვიფიქრებ კინოს რო ვერავის ვარ ეგაც მე რა გენიალურად რომ დავინახავ ჩემთან შო აუ ბიჭო ეს რატო არა და აი ეს გერმანელი ჯარისკაცი რომ დაინახე გენიალურად აუ შეჩემა იქ რეები ხდებოდა იცი არა ხდები რა მე ალბათ 10 წელი დამჭირდა რომ საბჭოთა კავშირის სიყვარულიდან გამოსულიყავი იმიტომ რომ შენ ფილმებსაც არ უყურებ პროსტა როგორ არა კი გირშევნია ხა წიგნს უფრო მაგარი ფილმი თეთრ ბაირაღებს რო უყურე მე წავიკითხე მეც კი რო უყურე იმდენად მე პირიქით არა ხო მეც კი ხო გამახსენდა რომ ცოტა იყო რომ ეგ რო ვიცოდი რომ წიგნში ბევრად მეტია მინდოდა რომ უფრო მეტი დეტალი მცოდნოდა იქაურ ამბავზე რა ვა ის შეკითხვა მაქვს კალასთან და მახარასთან რა რას ფიქრობთ სანდროს არხზე თაროს თაობა და გადაცემა მაძიებელზე ესეთი ეგ ერთი სახელია თუ შუაზე გაყავი. თაროს თაობა არის არხის სახელი და მაძიებელი არის გადაცემის. თუ იცით YouTube არხზე. კი ხედავ ხოლმე ვიღაცები რომ მოდიან. მე არასდროს არ მე მიხარია რომ სანდრო YouTube-ზეა ზოგადად. ვაკლდა ესეთი ხალხი YouTube-ზე და ციგნიერი აქაც უნდა ეს გორგილა გადაყვათმებს. ხო და მე ამ რაღაც კორპორატიულებზე მეც დამიძახეთ ხოლმე რა. YouTube-ის გავაკეთოთ.
YouTube-ის ეს რისი კორპორატიული იყო რო ყოფილი? ოკეი. ჩვენ სპონსორი გვექცევა. რომელიც 100,000 ავიდა. და მეცა, ჩემი შეკითხვის გავსდით ძალიან მარტივად რა და მივხვდი რატომაც რა. იმიტომ რომ როგორც მივხვდი არ გაქვთ ნანახი არც מחარას და არც კალას, აი რაღაც მთლიანი გადაცემა ხო? მეც უნდა ვაღიარო რომ მე არ მქონდა ნანახი და სანამ სანდროს მოვიწოვდი, ჩავრთე როგორც ჩვევი ხოლმე რაღაც პატარა რესერჩ ვაკეთე და ჩავრთე და ისეთი საინტერესო და ისეთ აი ციგნზე რო ყვებოდით ეხა მაგაზე გამახსენდა რომ ციგნი რო დაიწყო რა მე თითქოს ჩაგითრევს ეგ გადაცემა მაძიებელი იყო ზუსტად ეგრე რომ აი დავიწყე და რო დავიწყე ისე ჩამithრია რომ ეხა მინდა სახში მივიდე რომ შემდეგ წინა გადაცემას უყურო რა და ერთი კიდე რაღაცის დამატება მინდა რა YouTube-ი ზოგადად ისეთი პლატფორმა არის, რომ უფრო გართობაზე არის ორიენტირებული და რაღაც ვინც უფრო სიგიჟეს იზავს, უფრო შეიძლება მეტი ნახვები გქონდეს და არა, ზოგადად ეგრე ხდება YouTube-ის ტრენდი ეგეთია. ამ ტრენდში და ამ ქაოსში ძალიან მნიშვნელოვანი არის ისეთი გადაცემების არსებობა, როგორც სანდროს აქვს, იმიტომ რომ აი ჩვენ ხო ახალგაზრდა თაობა გვყურებს შედარებით რა, აი ტელევიზიის რაღაცას რო შევადაროთ. ბოდიშკა გაწყვეტე. იცი როგორ უნდა იყო? აი იმედზე და რუსთაველზე ძველი თოქ-შოუები იყო და ხალხს რო თავდნენ რა. აი ძირითადი სტუმრები და იქიდან ეკრანი შობერი ლაპარაკობს რომ ეს არის აუცილებლად მნიშვნელოვანია ესეთი პროექტები ხშირად კეთდებოდეს იმიტომ რომ აი საეჭვო კაცის ყურების და ვიღაცების უკვე ბავშვები აი რა დღეში არის მე მართლა გულწრფელად ბაზრობ ხა ნუ ისე არ ნიშნის რაღაცის თარ არ ლაპარაკობ მართლა გულწრფელად ეგეთი განცდა დამრჩა რომ ესეთი გადაცემები რომელსაც შედარებით ნაკლები ნახვა აქვს და ობიექტური არის ეგ ნაკლები ნახვა არ არის კარგი მაგრამ მესმის რომ რაღაც გასართობებს მეტი აქვს რა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეგეთი არსებობდეს ბევრი არაერთი მომავალი თაობის რაღაცა ცოდნა თუ ნახე ყურადღება მომავალი თაობის თუ გადმოდის ამ პლატფორმებზე YouTube, TikTok-ი რაღაცა ჩვენ შეძლებს დაგვარად როგორც რაღაც იმან უნდა დავახვედროთ იქ ლაპარაკობთ ახალგაზრდებს აი განათლება და აბა სადაგზავნოს ბაზრობს შეჩემა ცოდნის ადგილიც უნდა დავახვედროთ მოკლედ იქ რა აუცილებლად არა მნიშვნელოვანია აქსიომას იძახის ეხლა და ოუ აჩქო რა მაგრაჩია ბაზარი ეს შეჭმა მაგრამ მე ძალიან მიხარია მე იძახდე შინაგანად მაგრამ გრძნობდე მაგრამ მე მგონია რომ დააგვიანე შენ YouTube-ზე რაღაცების დაწყება კიდე არა ხო მე სხვა შორის ტელევიზია გადავყევი ხო და ბოლო წლებია ვიძახი გადავიდეთ YouTube-ზე გადავიდეთ და გადმოვედით როგორც იქნა და რაღაცებს გავაკეთეთ როში ეხა არ ვიცი აბა ეს შენი გადამოსახედიდან ჩვენ არ გვიჯერებენ ხოლმე შენ გასვლა რომელი ჯობია ტელევიზია თუ YouTube დან მარტივია მაგაზე პასუხი არ გეპათხალიმებით YouTube შენ რო გამცე პასუხი ამ თემა არის აი შენი პასუხი ბევრად უფრო კომპლექსური შეკითხვა არის მაგრამ მაგმიმართულებით ვიდრე შენ დასვი ხა ეგ ძალიან ბანალურია ხო მაგრამ არა ბანალური პასუხიც მაქვს მაგაზე რომ YouTube-ი ერთმნიშვნელოვნად anytime ჯერ 100-ში time ჯობად ხო არ გაიხადე ჯობად რა არის იცი მე ვაფშე ანუ ესე YouTuber-ობა არ დამიპირებია არასოდეს რა просто კარგი სივრცეა იმისთვის რომ რაღაცა იდეები რო გაქვს მაგ იდეების ემან არავინ არ ჩაგიშხამოს ხო რა და ვიღაცამ თავისი აზრი არ მოგახვილოს თავზე აი ხო და რაც უნდა გეთქვა ისიც სადატოროს შეიძლება გადაყლაპე ხოლმე ხო და მე თაროსთაობიდან მაქვს საჩუქრები თქვენთვის და უნდა მოგწეთ ახლა ეგ საჩუქრები ჩვენ სპეციალურად არ გამოვარდით მეგობრებო აი დიახ აუ ოღონ ციგნია ეს შენთვის მადლობა ეს ალას და ეს აჩის მადლობა და აი აჩი ოღონდ შიგნით მაიკები არის და ორი ცალი არის XL-ები და ერთი არის L და L არის აჩისთვის მე გადაცვალეთ რახან სუფთა ფუცელი დავინახე და არაფერი წერე შენ შეგიძლია დაწერო מחარ რამე რა იცი ხო წერა არ ვიცი ხო ეგ არის მაძიებლის და რაღაცების ჩვენი არხის სტიკერებია ბიჭო ძალიან კარგი მე დიზაინერი ვარ ხდები და მე შემიძლია შევაფასო რომ ეს არის იდეალური დიზაინი რითიც შეიძლება ჩაითრიო მაყურებელი მართლა აი იმდენად casual და იმდენად მე იმდენად მიყვარს ეს სტილი რომ აი მე ეგრევე აი აბსოლუტურად ყველა ტექსტი წავიკითხე ხო იცი ჩვენ დიზაინერი ლიკა ლომთაძე ძალიან ნიჭიერი გოგო რომელმაც გააკეთა ესა ვამატებდი მართლა ხო ეს თუ შექმნა თელი კონცეფცია ესე მოვიფიქრეთ ეს გამოხედე מחარ ერთი შეიძლება სოფლელი ხარ პრიალა ყლეობები მოგწონს როქშო უეცრად ჩამოკრა
უბედურების ზარმა. კიდე კაი თბილისში არ დაიბადე შეჩემაშენ და გადაგვაჭამდით აუს. რამიშოლა გოშიც მაგარი ვიყავი და აქაც შეჩემ. ზოგადად ერთ ალექსანდრესთან სხვაშორის სტუმრად ყოლია გადაცემებში. ორ გადაცემაში მყავდა. მადლობა. ბიჭო, რამხელა ის მაქვს უკვე. თვითონ ასეთ ხელ დაგვადი, რა, კაი არა. არა, წიგნების თაროში ხო ორივე ხართ ნამყოფი კაც. რას ლაპარაკობ. სოფლიო ჩემპიონატის დროს. კიდევაც არა, ევროპის ჩემპიონატის. შენ ვიყო მე არა ვარ. არა, სოფლიო ჩემპიონატის. დღესაც ხო უნდა გადაგიღოთ და მე არა ვარ ნამყოფი. და კითხვები დამისვამს არ არის. შენ დაგისვამს კითხვები ბავშვებისთვის? კი. რა დაგისვამს ჩავწერეთ. კი. აჰა, მართლა. მე ბევრჯერ სამაგიეროდ. იმიტომ ბიჭო. შენ ახალ ფუტალი არის. აი, მექანიკური აბიძია ვარდენის ვარი, ანუ შენ ხა აი, რასაც ჩაგზახებენ ის უნდა ილაპარაკო. მე მითხრეს რომ შენით დასვიო კითხვები, ხვდები? თვითონ არ მოვფიქრებდი და ისეთ კარგი კითხვა იყო რომ ჩემი დამსახურება მე რო უარი ვთქვი მაგ სამსახურზე დღეს იმიტომ ეს ადამიანი იქ ხვდები? მე რო დაბრუნდეს აი აი თუ ხო წამყვანი იქნება. სანდრა მინდა გადამოწმება. ნიჭიერი კითხვები დავსვი. რამდენად სიმართლეა რომ აბა ბაჩი რომ ბოლომდე მას თავისით დასვა შეკითხო. თქვენ მიეცით თუ თვითონ დასვა შეკითხო. ადრე რაც გქონდა ჩაწერილი ვიდეო. არ არსებობს ბიჭო, რა თვითონ თავისით. რა თვითონ დასვა? აჩი, მართლა იკითხე ხა ეგ თუ? რა შეიძლება? ფიზიკიდან და ეს იყო. გვერდზე მიდგა მაგას რომ წერდით. კი. ნახე უკვე 1-6-7 ჯერ იბილს ეთქვავენ. უკვე ეხა შეგეზღუდოს ცოტა, აღარ შეიძლება ამდენ, თორე რომ მოხდება ტუჩებში. ანუ მდგომარეობიდან თქვენ გამოკრიბავთ, მე ძალიან ანუ აუს სტიკერს რო შეხედე. სხვათა შორის რა არის, იცი, ეხა ცოტა ქებადიდება რომ მოგიძღვნათ რა. ხო არა ხარ წინა აღდეგი ხა. დაიწყოს, ოღე ჩაკიდა თავი. ვითომ თან ეხა აღარ გისმის, აი რაღაც უყურებს. ანუ მარათან ყური დაწყვიტა. კისერი მოიღერა. არ წიგნების თარო აი 27 სეზონია ეთერში, რაც გადის ბოლო 10 წელია რა. მართლა ძალიან დიდი ხანი არის გადაცემისთვის. არ მეგულება ბევრი გადაცემა, კი არა და არ მეგულება ვისაც მაგდენი ის აქვს სეზონი. და სულ აი ხო ცდილობდით ხოლმე რომ ვიდეო შეკითხვაზე ძალიან ცნობილი ხალხი ვიღაც კორიფეები და ისეთი ხალხი მოგვიყვანია რა. აი მართლა რაღაცა სოფლიო მასშტაბის და რაღაცა და ჩაგვიწერია და ბჭო ბავშვებს ისე არ უხარიათ ხოლმე როგორც იუთუბერები, ნუ განსაკუთრებით თქვენ და სხვა იუთუბერებიც და ბოლოს ანუ მივხვდით რომ ეგ არის ახლა დაჟე ვიღაცები ისეთი ყავდა რომ მე გვეკითხებოდნენ რომ ვინ არის და რომ უხსნი როგორ თუ ეს მოგეხსენე ბატონი რაღაცა და არა מחარა უნდათ და კალა უნდათ რა და ხო ხო გესიამ ხვდები კალასატოს ისახიო ანუ მარტო ჩემს ვერ ვარ რა ანუ მე ხوارდილი ადამიანია და არ უყარვარ ხალხს და מחარა უყარს და თორე მაშინ რომ ზოგადად შენ გინდათ კი არა ზოგადად მე ბევრჯერ ჩავწერილი ვარ ანუ შენ მე გამიკვირდა უბრალოდ წიგნების თარომ ამ რაღაც ინტელექტუალურმა გადაცემა არჩია מחარა კითხვის დამსვლელად ვისაც ერთ წიგნით საკითხული არა აქვს სხვა מחარა გვეგონა და ბიჭინა სახიობი ერთხელ მიეკავენ იმედიდან შეყვაზე რა გადაწყვიტებო მაგარი რა სხვა מחარა რო გომუ ვა ნებისმიერ რამეზე შეიძლება დამილიყოს ადამიანი აი რავი ძროხებს აჭამე თუ რა ნებისმიერ რამეზე შეიძლება და ჩვეულებრივად მივიღო რომ კი გაჭა ბიჭო რა მინდა ცეკვაზე რა გადაწყვიტეო მსახიობ מחარას ურეკავდიო არა მეთქი ძმაო რა მინდა მანდ შენ უფრო იმაში ვინ არის რა მოდიხარ ბოლოს გაოფლიანებული რა მაგარი იქნება ვისი კოსტიუმი ეცმებოდა מחარას კალა ნუ მაგას ტელევიზიაში ვერ გამოაჩენენ ვის კალას კოსტუმი რო იყოს კალას კოსტუმი მართალია ძალიან მაგარია კალას კოსტუმი თითქოს ეს დეგიმაც იქნება არ მოგიხარ რაღაც სხვა რამე თქვა ვერდი არა შენ რომ ამოხვალ მაკეთა შენ რომ ამოხვალ მაკე ვერ მიხვდება ხალხი მოიცა რა მოხდა რა წევს იმიდან შიგნიდან იგივე რანაირ დამოვიდა სანა მე არ ვეთქვი რომ კოსტუმია მანამდე ეგონებათ კალას კოსტუმი მაგრამ ზუსტად ვიცოდი რა სიტყვი ამარო კითხვის დასვა დაიწყო უნდა მე თქვა რომ ეხა არა მახარ ეგი ქორო რო ყავდა მაშინ ვიღადავეთ შეჩემა ცოტანეს კოსტუმით ზოგადად YouTube-თან რამეს თუ უყურებ ისე ან თქვა ხდება სოციალებში კი გაცა კი რა პროექტი მოგწონს
ქართული? თუ ყველა? მისტერ ბისტი ჩვენ. ხო, ჩემ ბავშვების წყალოდ მისტერ ბისტი შესწავლილი მაქვს, მაგრამ ისე ხომე? აი ბავშვები რო უყურებენ, აი უზიფო გავიდა და შევხედე. კი კაცო, კი. არა, ნანახი მაქვს ყველაფერი, რავი. მიწაში რო იდო 3 დღე თუ რაღაცა, ეგაც ვნახე და შედა. ისა მისტერ ბისტი რო არ არსებობდეს ბოდიშ ჩაგეჭრები, ქართული YouTube-ის ნახევარი არ იარსებებდა. ანუ ინსპირირებული არის მაგითი რაღაც მუღამი გავუჩნდა. მართლა? აბა. ხო, ეგაც არის. მაგრამ ძალიან კაი შემეცნებითი კონტენტებია უცხოური YouTube-ში, რაღაცეები მაქვს არხები გამოწერილი, ისტორია მიყვარს ძალიან და ისტორია მაინტერესებს და ისტორიაზე არის აი ეგეთი რაღაცეები რა. უყურებ ხომ? კომენტურებთან ძალიან მაგარი. Useful Charts არის ერთი არხი, არ ვიცი იცით თუ არა. ისტორიას просто კი არ გიყვება, ყველაფერი აქვს გაკეთებული გრაფიკებად და ჩარტებად რა. და რო გიყვება, თან ეს ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს, რომ აი რაღაც მეფის ამბავს რო გიყვება, თან ჩანს ქრონოლოგიაში რაღაცა აი ძალიან ლამაზი დიზაინით რა და პროფესიონალურად უდგება. ხო, ძალიან კაი რაღაცა არის. მე უყურებ ხომ როგორ აშენდა პინამიდები. აი იმდენად საინტერესოა ჩემ. ძალიან მაგარი. რო ხელოსანი კაცი ვარ, ეხა ეს თქვი რა. ხელოსანი კაცი ვარ და აი მე მაინდა აი პირამიდა რანაირად. არ მინდა რა, მაგრამ რო ჩავწავ და მივხვები, просто აი შანსი არის რომ თვალი მოუწყვიტო. ხო. და დღემდე მე თვითონ ვერ გავიგე როგორ არის აშენებული. შენ თვითონ ვერ გაიგე, კაცობრიობა ვერ ხსნის მაგას და კაცობრიობა რაღაცებს ხო ხსნის შენ. თეორიები არის, მაგრამ. მაგრამ აი ერთი ხო გიხსნის და აგიხსნის როგორ აშენდა. მეორე სხვას რო გიხსნის, ისიც მართალია. ხო, ამრავი თეორიაა. არა. ეხლა ეს ცალი ეგაც არის. ბუძი ამ 6-მა ბუძმა ვაფშე რაღაცები ამოატრია. სინათლის სიჩქარის კოორდინატებს რო ემთხვევა რაღაცა. მე მგონი ეგ და მილიონი ის არის. მაგის დამთხოვა. ეგ ბოძები ძალიან გაბუქებული ამბავი იყო, ძალიან ჭორად გარდა. საერთოდ არ გაუჭირდა. არა, მე ნანახი მაქვს. ასტერიქსმა და ობელიქსმა აშენეს, ეგ ძალიან ცნობილი დოკუმენტურია, სხვათა შორის. ეს არის დრუიდის ელექსირის დამსახურებით. ძალიან მარტივად რაწონის სუპს რო ჭამდი ხომ იცი დრუიდის ელექსირის გამო? გავდათო გაწყვეტდნენ. იყო თეთრ ფალბალა ეს რო გადასხებს. ბიჭო, მაგრად გავდა და ბებიაჩემ რომ ისხალა ხომ ჭიქით ფალბალა ჯამით მაწუნის კერძი რაც არის ხო? თუ როგორ მეზის აუ როგორ ძულს მეც მართლა ბიჭო დღემდე იმდენად შემიყვარდა რომ შემიძლია დიდი ჭიქა მაქვს იქ ჩავისხავ და ვიღაცები რომ ჩაისვავენ მე მაწუნის სუპის ხრუპით დავდივარ რა მაგრამ მეც ეგეთი რეაქცია მაქვს იმას ბაღში იყო ხოლმე და სულ რო ეთქვათ რომ ეს ჰერკულესის აკროშკა გევასება აკროშკა მევასება მაგრამ სხვადასხვა რამე ჩვენი პროდიუსერი ხახვია იმაში ხელით მანიშნებს ჩვენი პროდიუსერი ხახვია იმაში რომ მაკარონია და გვალე ხახვი ბავშვობა არ გევასება ცოცხალი წვანე ხახვი შორს ლობიო კი ადი კი წვანე ხახვი უხახოთ ლობიო ბიჭო კაცმა ხესთან მივიდა და მე კარ ჩაიწია და ჩაიფსა და მიკროფონი გყურთანო მაგას საყვედურო ბავშვობა შეგეცხი იყო უეჭორნა გეჭამა რა ბაღში რაც იყო და გასხამთავზე ისე მეზის ხო არის რომ რაღაცების მიმართ ანალერგიული შეიძლება იყო ანუ არავის არ აინტერესებს ეგ უეჭორნა გეჭამა ალერგიული რა მაწუნის კეზე რა ალერგიული შეჭამა ხარ შეიძლება ყველაფერზე შეიძლება მაშინ არაფერი ზის პროდუქტი არ უნდა მიიღო თან გადამუშავებული არის მაწუნის კეზე ლაქტოზაზე რაღაცა მაწუნის სუპში არაფერი არ არის შიგნით კაცო მარტო მაწონია და წყალი ბრინჯი ეყარა ბრინჯის სუპი თუ რაღაცა ბრინჯი მდიდრებისა იყო ბრინჯის ერთი-ორი კარტოფილი მეთქი აი რაღაცა ეგ არ გამიკეთოთ და ბაღშიც უთხრა არ მინდა მაგის ჭამა მეთქი რა რომ აი ესეთი კერძია მეთქი ნავებივით არის მეთქი რაღაცა ჩაყრილი შიგნით თქო მე გეტრინჯები და მაგიებს და ეგ და მაწუნის სუპი თუ იყო აი სტრესი ამხელა სტრესი იყო ჭამე კარგია არაფერს არ წვლის მითი არის მითი ეგ ბოსტნეულის მოხარშვა და ცოტა წვნია ცხელი წვნიანი და მიიღო ბოსტონე ჭამა პირდაპირ დავაი გაიგე კუჩი შეკრობა რა დაგიმართოს მაგრამ აუ რამდენი მითებია ეგეთი კიდე რა რები აუ მიდი რა მითებზე ვილაპარაკოთ მითები დავანგრიოთ რა მითი მე ვიცი მაგას ეგ რომ აი მაწუნი აი წვნიანი უეჭველო ჭამო დღეში ერთხელ არის სრული სისულელე იმიტომ რომ კუჩი აბსოლუტურად ძალიან ცნობილი მითი გითხრათ ეხა და დავანგრიო ოჯახები და ანუ ანტიბიოტიკებზე თუ ხარ ალკოჰოლის მიღება რო არ შეიძლება ხო ეგ ოჯახები და ვიღაცებს შეიძლება მაგით აჩერებენ რომ მითია კი კაც კი
მე არჩილს უსმენ ხოლმე, ექიმი არჩილ მარშანია და იმას უსმენ. ო ეგ ანგრევს ხოლმე მითებს. ეგ ანგრევს, მაგრამ თან ისეთი ვიდეო, ამერიკელი ექიმის ვიდეოა და ძალიან სასიამოვნოა. ხშირად. ხო და ის არის. მე მინდა გიორგი ღოღებერიძის მოწვევა რა მაგ ჟანრში და ექიმი არის და ნიკო ნიკოლაძე მოგწერა იმაზე TikTok-ზე რომ სტუმრად მომიწვიეთო. ნიკო ნიკოლაძე მოგწერა? იმან? ხო. არა. მის არა, ნიკო შოუ. შევეკილები რა შოუ. ნიკოც არის მანდ ხო? თუ აბა ვინ ნიკო ნიკოლაძე წახო. მახარა ევსაუბრება გადაცვლილ დიდი ნიკო ნიკოლაძე. საზოგადო მოღვაწეს. თაწმინდაზე არის ხოლმე და სტალინი გამოვიცა ხო და სტალინის პოდკასტი მართლა გეუბნები. ეგეთი პოდკასტი არ არის სულის გამოძახება რო იყოს? თეფშის დატრიალება. მართლა გეუბნები. შამანი ვინმე დავიქირაო და უთხარ რომ სტალინის სულ და კი ან არა გვიპასა. ძალიან ბევრი ნახევარი. სტალინამდე ჯერ ქიშვარდი მოვიყვანოთ. ქიშვარდა თუ მოვიყვანე სტალინი რაღაც შემყლებს გინდა შეჩემა. ანტიბიოტიკები ხო 10-რაზეც ეგრე არის? არა 10-რაზე მე მგონი არა. ეგ ექიმებს კითხეთ მე არ ვიცი მაგრამ. არ გავარცელოთ. არა მე როგორ ვიცი რომ 6 თვეს და რაღაც ეუნებიან და მაგდენი არ არის რა. აი ცოტა თემებზე. მე გამიგია რომ აი ერთი დღე არ დაიბანო თუ რაღაცა სისულელეა. 10-რის მერე ხო გაგიათ ეგ? ცოტა მაგალითად შევიდა ნასვამი 10-რაზე. და რო გამოვიდა იქიდან დალია და არაფერი მოსულია. ხო მაგაზე არ ვიცი ექიმა თქვა ჯობია მაგრამ ის ექიმისგან გამიგია რომ ეხლა სტერეოტიპებს ვანგერევდით. მე დავამგრევთ ექიმთან. აბა მან რა არის? ასოციაციების თამაში სტუმარი ამბობს სიტყვას ახალიდანო ეგ მოვიდა. ეს ასოციაციების თამაში არის მეგობა რომ ეგეთი რაღაცა სიტყვას ამბობ მაგალითად ციგნი რამდენიმე წამის შემდეგ მე და კალამუნა ვთქვათ რომ მზადა ვართ 3-მდე დაითვალა და ჩვენ 10-ში დაითვალის დაჟე 10-ში დაითვალის და ერთ და იგივე ასოციაცია უნდა მოგვივიდეს რაღაც რვეული მაგას ჩემი პროდიუსერი მიხსნი და გუშინ და დააკვირდიო ყველაფრით კარნახობენ ერთმანეთს ხო ერთი პატარა დეტალი და ბლოკვა შეგიძლია თუ მიხვდი აი რაღაც დასწახით მაგის მე შეგიძლია დაბლოკო პრიზიც ვანახოთ კალა შენთან დევს პრიზი თუ მოიგე არის ოქროს მონეტა ეგ მაგარია ოღონდ ვერ მოიგებ ხო ერთი წელი გათამაშდა უკვე გუნდიშა მოიგო ისიც ახლა და მეორე დაგვრჩა ვა იყოს სიკეთე დაივიწყე კალა ხო რა თქმა უნდა ეგრევე დათვლის გარეშე გინდა დავაი მიდი ხოჭ მოიცო არა ის დაივიწყე ისო ის დაივიწყე მოიც შენ და უკვე რაღაცა ხდება რა ვერ მივხვდი დავაი მიდი ვერ მივხვდი რა მეანიშნა ვერა 3 2 წავიდა ბოროტება მარტივი იყო არა არ გვიგნიშნები ბოლოს არა იქამდე მივხვდი რომ ბოროტებას ამბობდა მართლა იგი სიკეთე ბოროტება ძალიან ქიმია გაქვთ თქვენ ხო აი რაზე მივხვდი სანამ ბოს განიშნებს სიკეთეზე არაფერი არ მომფიქრდა ბოროტების გარდა და იმასაც თითქოს ბოროტება ამ ბოლოსით უბრალოდ დაუდასტურეს 100%-იანი რო ყოფილიყო დამთხოვა კონტროლკა იყო რა ხო მე ვხვდი ეს რო გააკეთა ეგ სტორგაზე არა დაივიწყე არ იყო ხო მინიშნება დაივიწყე ხო თან პასტას მაჩვენებდა რა ეს ვთქვათო ოკეი ხო და ეგ დაივიწყე იყო რომ პასტა დაივიწყე ოკეი ვახ ცალკე სამყაროა შანსი არა ცალკე ის სხვათა შორის ამ მონეტის მოგებამდე იცით რომ ორი გადაცემა დაგრჩათ და ჯეირანით გადაწყდება ვის დარჩება მე ჯეირანით არა აბა როგორ არა იმას თუ გინდა რამე აქტივობა მოვიფიქროთ სუმო უჭიდაოთ არა ის იყოს რომ ახლა თავის ახლობელს მოაგებინა თავისი მონეტა მოაგებინა თავის ახლობელს ეს მოაგებინა შენ ახლობელს მოხარ კაი მოდი შემდეგი სიტყვა იყოს 73 აუ წინა გადაცემა გამახსენდა უბრალოდ აუ ვინმე მრიცხვი წინა გაიხედო და აჰა არ მაგნა თუ მიხვდი რა რასანიშნებს რაღაცა მიანიშნა ხო მიხვდი რომ მიანიშნა მაგრამ აი სიტყვა როგორ თქვა მზად ხარ 74 მიანიშნა всё დაიბლოკა 74 ნუ აი დაიბლოკა 74 როგორ რაღაცა იცი რომ წინა რა ხარ მხარი ალბათ ან 72 მიანიშნა ან 74 აი ეს ეგრე იყო და ας მე გიჩვენო რომ ციფრი არა თქვა რა იმიტომ რომ ნათქვამია რთულია რა ხო რთული რომ ვერ იმიტომ თქვა 73 აი 74 დაგვიბლოკე? კი და 72-იც.
72-ს დავიბლოკე. აი, დავაი. იმიტომ რომ წინას 72, 74-ია დაბლოკილი? ხო. 73 ნათქვამია, ხო. დავაი. 72. კალამზად არის, מחარ. 72 დაბლოკილი, 73, 74. ხო. მედიაჩი. 3, 2, 1. 75. ხო ეს მისახვედრი იყო რომ ამას იზავდე, მაგრამ იქნებ 71 ეკნა. ხიჭო, როგორ დაუღეჭ, აი. არა, მაგითო კითხა ბევრჯერ. ეს ქვემოდან ზემოთ დაიწყო და ათვალა რომ შენთვის მინიშნები რომ ზედა ერთვა. სპეციალურად ორჯერ ქნა. კაი ხო, პროსტა რამდენ ხანს შეიძლებოდა ეხა მე ბლოკა. მარტივად ხვდები ხოლმე და ეს მე მეორადაც აკეთებს. ეხა ერთხელ რო გააკეთა, ნაკლებად წაეჭვა და ეხა ბოლოს მოიცა. 72, 74, 74 და შო, ხო ეგ არის ხო დაბლოკილი. ოკეი. ციფრი დაჰაკეს ციფრის ვაზრია. აი მოიგეთ ხო? მოიგეს. თუ უსასრულოდ. შემდეგი თემა შეგიძლია ამოიღო სანდრო. მინიშნების დეტალებს ჩავდებ ისე პარკში დავდებ. ახალი თამაში YouTube მაძიებელი გამოიცან იუთუბერი მინიშნებებით. 10-ში გეტყვით მინიშნებებს, თქვენი მიზანია გამოიცნოთ რომელ იუთუბერს განიშნებთ. თამაში გუნდურია, ჯამში იქნება მინიშნებები 3 იუთუბერზე. მოგების შემთხვევაში 3-ვე მიიღებთ საჩუქრებს. წაგების შემთხვევაში 3-ვე დაისჯებით. კი, ნამდვილ მაძიებელში ქონდა ეგეთი იდეა, რომ იუთუბერებზეც შეიძლება. კაია. აბა ახლა თქვენ ხართ გამწევი ძალა გუნდის, თორე შეიძლება მე მაგდენი იუთუბერი არ ვიცოდე. კაი, ყურადღება. აბა, ტექსტური მინიშნებაა პირველი. გაადით. მის არხზე პირველი ვიდეოს პირველი სიტყვები იყო შემდეგი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ძვირფასო იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე დაახლოებით 7-დან 9 მილიონამდე მერყეობს. მისი ორგანოების ფასი 7-დან 9 მილიონამდე ღირხართ ყველა. ეს ჰიტას გავს. მაგრამ პირველი ვიდეოს გამხსნელი სიტყვები არის ეს. ანუ რაღაც შემეცნებით კონტენტს აწვება რა? BBR Wild ხო არა. კეკელია ხო არა? კონგონია კიდე. შემეცნებითი კონტენტი ერთი, მაგრამ კიდე რითი შეიძლება გავცხრილოთ. ნუ რაღაც სიცოცხლე სამედიცინო კონტენტი არ ვიცი რა აქვს ხო ეგეთი რაღაც. საერთოდ პირველი ვიდეო აკოსაც აქ ხოლმე ეგეთ ჩაჭერები რაღაცა. ჰიტა ხო არ თქვა მართ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. მაგებს როკეთებს ხოლმე. დო. აი რაღაცა ეგეთი. რატო? აი რაღაც სტატისტიკის შემოტანა ჰიტას გავს. კი. ჰიტას გავს. რიცხვები რაღაცა ესა. 7-9, რამენ მინიშნება ხო არ არის კიდე. გესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. ძვირფასო იმიტომ რომ 9 მილიონი. მე არა ვარ, შენ არა ხარ. არა, ნახე, ეგ პირდაპირ სამედიცინო კონტენტზე არ მეტყველებს, ტიპზე მეტყველებს, რომელიც მას პროსტა სტატისტიკა შემოიტანა და რაღაცა ახალი ინფო. გამარჯობაშიც ის ჩადო ხო რა. ჰიტა. ერთ წუთი მეორე მინიშნებაც გაქვთ. არიჩქაროთ. ეს იყო პირველი მინიშნება. მე სადახარ ამ შეგვიძლია? ამზადებდი მეორე მინიშნება. ой, რას ამზადებდი? გითხარ. ეს არის მეორე მინიშნება. Fantastic Four. Hungry Man-ზე ხო არ არის მინიშნება? ტეტრისზე? 4 ტეტრისი იყვნენ. 4, ხო. Hungry Man-ს ხო 4 იყვნენ? კი. თუ კაკო გეგონა მაგპანჩი ხო არ არის? ვანან ესენი და Hungry Man-ი ეგრე არ დაიწყებდა. არა, კაკო თუ არის თქო. ამ ორი მინიშნებით უნდა მითხრათ YouTube-ში. ან კაკო ან Hungry Man-ს დასაწყისს არ გავს რა. ჰიტა საიდან მოდის? ჰიტა სოლო. შემეცნებითი არხი ხო? არა, ჰიტა სახელი. არაფრიდან მაგასისა? Avengers-ები ხო არიან თუ არ არიან? არა. Fantastic Four-ია. ფანტასტიკური 4-ეული. ფანტასტიკური 4-ეული. ერთ-ერთი არის, რომელიც ის არის, რა ქვია, ჰიტი ხო არ არის პროსტა რაღაც. ჰიტის პონჩი? ხო. 4. ტეტრისი, ჰა. მის არხზე კითხვაში ეგრე იყო. მათხოვე? მათ არხზე არა. ხო ეგრე იყო? ნახე, ფანტასტიკური 4-ეული, ერთი გოგო არის. შეიძლება ეგეთი იდეალური მინიშნება არ არის, ხო? იმ ტიპს ამათ სახელები გახსოვს თუ არა? ანუ ჰიტი ხო არ ქვია იმას შემთხვევით? არა, ამას ქვია ადამიანი ჩირაღდანი. ოკეი. კაპიტანი ფანტასტიკი არის ეს მე მგონი. ხო. ეგ ჰიტასთან რა მინიშნება შეიძლება ჩაჯდეს ეგ? აჩიკო ხა კაი მინიშნებს ვერ მოგცემდა და მე მგონია რომ ძალიან კარგი მინიშნება არის ორივე. და მანდა ვინმე წავიდა? სწორად არ უყურებს. მაგ 4-დან. სწორად არ ვუყურებ. სოლო ვერსიამ არ გაიჟღერა ნუ თუ? ვა.
სწორად, მოდი ესე შევხედოთ როგორც იდეალური მინიშნება ახლა. აბა ესე შევხედოთ. ანუ მოტრიალდა. ნახე, სამი კაცია, ერთი გოგოა. საერთოდ საბოლოო პასუხი მინდა რომ მივიღოთ თქვენ. მისი ერთი ტიპი უნდა ვთქვათ რა. დააფიქსირეთ ერთი. ძალიან გაიწელო. დავაი, მითხარით პასუხი. კაკო, მიღებულია. მოდი, ეხლა ცოტა რა ქვია მაგათ? ფანტასტიკური 4-ეული. ერთი ტიპი ვიღაცა, რომელიც ესე ხსნის თავის ვიდეოს და ფანტასტიკური 4-ეული. ბასტო? ფანტასტო. ჩემი აზრით მისვლადი იყო მაგამ. ფანტასტიკური 4-ეული ბასტო რატო? ფანტასტო. ხომ არა ბიჭო, ფანტასტიკური 4-ეული. შემდეგი ესეთი მინიშნებით იქ წამყვანი უცემიათ არა. ყურადღება. ერთი წელს აგებთ, შანსი გაქვს კიდევ მოგების. შემდეგი იუთუბერის პირველი მინიშნება. სამამდე ხოა თამაში. ვა, მინიშნება არის რეკვიზიტი, ნახე. ეს ჩვენოთ მიხვდებოდით რა. ეს მართლა მაძიებელს გავს. რა ფანტასტო დაარქვა იმანას თავის სახს რა. შიგნით არ დევს מחარ არაფერი მინიშნება. ეს მინიშნებაა? ეს მინიშნებაა? XXL-ი შეჩერდა. რუსკეტი მარეტი. ვახო ითვლება იუთუბერად ბოლოთა? ხრაშუნა? ან სუიმებით ჩიპსების რო არიგებს და რაღაცა რა. ხო, ჩიპსი არ არის, ალბათ. ხალი ბაემ. შეიძლება ბოლოთა შეიძლება იყოს, კი ბატონო. და იტალიურია. იტალიურში მე ხო ვიყავით. G2G რატომ უნდა იყოს სიტყვაზე? თო იტალიაში ჰაიპი ეგ იყო ეხა ბოლოს G2G ჩაადა. მეორე მინიშნება გითხარ. მეორე მინიშნება სანამ გეტყვით ეს რაღაცას გეტყვით რა ქულა გაგიორმაგდებათ თუ მარტო ერთი მინიშნებით გამოიცნობთ. აი, ის რო არის პიცა. ვერ გავრისკავთ აი ამ ბრუსკეტით იუთუბერის თქმას, მამა. ანუ მეორე მინიშნება. რა თქმა უნდა. მანახე, რო ჭამა დაიწყე, მაჩვენე რა აწერია შეჩემი. აუ, მემრიელია. ბრუსკეტ ჩიპსი აწერია და XXL-ი, ხა, დიდი რატო არ პიცის არის. და პიცაა, ხო? მოდი ხა, მაწონი და რაღაცები მოვა. კაი, გვინდა მეორე მინიშნება. აი იყოს. იყოს, თორე. აუ, წიგნი გააცრო. რა არის? სიცილიელი, ხო, ნუ. ხო, შეჩემა, იტალიურია. მომეყვა ხო ახლა მომ. აი, მაგრამ G2G პირადად? ხო, ნუ ახლა მაფია. ხმა იმის პროდიუსერთან გადავამოწმებ, აი. ხრაშონის ხმარ შემოვა. ხო, მი. დავაი. კიტო. მინ ბანდი. კაი, ყურადღება. ხო, G2G-ს პასუხობ. პასუხი მიღებულია G2G. აი ეს ხა ძალიან მარტივი იყო. ეს არის სწორი პასუხი. რუსკეტით რომ მიხვდები უკვე. შემდეგი მინიშნება. ეს ბოლო იუთუბერია? აჩი. ბოლო იუთუბერია, ხო? და ეხა გავიგებთ, მოვიგეთ. ეს რა არის? ლატარეა? ანგრიმენი. მახარია, მახარა. ანგრიმენი. მახარა. რატო? გადავხიკავ რა. ერთი წამი გავ. შემახედე შეჩემა. ნახევარი ლიმონი. ნახევარი მილიონი ასე იგი. ვინ ეთამაშებს რაღაცებს? ჩემს გარდა YouTube-ზე. სახლის გათამაშება ალბათ. და აი მახარა. ვინმე არის 105,000 subscriber-ზე? კახიები. არა, ჯერ არა. ნუ ემილიტივი შეიძლება. ანუ ეგ მეტზეც არის მე მგონი. ხო. თამაში. ხო, ეხა ხო სამი კითხვა. კი, მეორე. ანუ ეხა თუ გამოვიცანით ეს ვიგებთ. იგებთ. აგიტო გაწოდებთ მეორე მინიშნებას. კაცი პირველი რთული შეკითხვა იყო, მეორე მარტივი და ესეც რთული. ვაუ. ეგ რა არის? დუბაის შოკოლადი. დუბაის შოკოლადი. დუბაის შოკოლადია? რა მწვანე მინიშნებები გვაქვს რა არის? მანახ შემახედე რა. დუბაია ხო, ამი დუბაიში იყო იმნა. სოსო ხო არ არის. მანახე. არაზოს მიჭამია. ლოტო. ნახე, გათამაშებს, ანუ რაღაცა ციფრები კეთდა. ლოტოა. ლოტო რა შუაშია. ბოლოს არ ვიცი. დუბაიში იყო ვინმე? წერილი ხონდა? ბევრი კითხვები ხონდა და კაი, მოდი მოგზაურია ვიღაცა. მახარ. რატო არის მოგზაური? დუბაიზე არა, კულინარია ხო არ იქნება რაღაც შოკოლადების არხი და რაღაცა დეგუსტაცია. მე მგონია რომ სიმდიდრე არის დუბაი, ეგ არის გათამაშება. ვა. კაი, პასუხი მინდა. და ვინ არის ეგეთი? მე მგონია რომ ჩემი არხია
სახლის გათამაშების გამო. სტონოვეშიდან და დუბაი რა შუაშია? დიდარი. ანუ აქაც ფული არის და იქაც ფულია მინიშნება? არა. აქაც ფულია და ნახევარი ლიმონი აწერია, შეჭა ფული თამაში. შე რაღაც ერთფერებშია ორივე, მაგასაც თუ აქვს რამე მნიშვნელობა, რავი. მწვანე ყვითელი რაღაცა. ეს რაღაც ვაღიარებ რა. ამ თამაშისთვის სასჯელი არ მაქვს მოფიქრებული, მარტო საჩუქრები მაქვს ნაყიდი, შესაბამისად მოგცემთ ახლა მინიშნებებს იქამდე, სანამ არ გამოიცნობთ. აუ, არასწორად მივდივართ ესე. არ, კაია, ჯერ არ მოგცემთ თუ. კაი, უპასუხოთ ვინმე თუ? შემიძლია მინიშნები მოგცეთ. ნახევარი ლიმონი. გაგვიჭირდა და ერთი მოგვეცი მე მგონი. დუბაი ფული არ არის. დუბაი არის მოგზაურობა. დუბაი არის მოგზაურობა. ხო, იქიდან ვიდეო. დუბაიში ვინმე ჩაწერა ვიდეო რამე განსაკუთრებით. კაი, მოგზაურები ახლა ვინ იყო? დანელია იყო. სოსო დანელია. მოგზაურები ვინ? კაკო იყო მან? ნახვებით ეგემთხოვა. სოსო? აი, მეორე მინიშნება. ხელში რა გიჭირავს? კალა. რა? ხელში რა გიჭირავს? ეს? ხო, რა არის ეგ? ლოტოს ბილეთი. ხო. ეგ არის მინიშნება. დუბაის ბილეთი. საგზური. ნახევარი ლიმონი უბრალოდ ქვია რა, ეგ მომხვდა ხელში. ლატარეა ლოტო. რას ამბობათში ვერ გავიგებ. ხელში რაც გიჭირავს, ეგ არის მინიშნება. სახელი არ არის მნიშვნელოვანი. ლატარეის ბილეთი. ან და დუბაიში მოგზაურობა. კაკოა შეჭი. კაკო არა, ის გოგო ხო არა. ახალი ბიჭო, მატარებელზე რო აძურენ, სად იყო? არ მანდარ იყო. აი, ეხა კიდევ უფრო გავამარტივებ, მაშინ წესით ეხა მე. დუბაიში მოიგო ვინმე რამე ლატარეა? ვის აქვს გადაღებული დუბაიში ვიდეო და ვის აქვს ჩაწერილი ლოტოს გადაფხეკის ვიდეო? მახარას, მე რა ვიცი. ლოტოს გადაფხეკის? დანელიას ჰქონდა თუ მოიცა? მახარ. დანელიას ჰქონდა ეგეთ ვიდეო, რომ ბევრი ლოტოს ისენი ჰქონდა და ხეყდნენ. დუბაიში. მაშინ ეგ იქნება და ვინც გამოიცნობს ამას? ანგრიმესაც ჰქონდა. ყველას პრიზს მოგცემთ, მაგრამ ვინც სწორ პასუხს მეტყვის, იმას ორ პრიზს მივიღებთ. ეგ იქნება მაშინ კაც. ეგ გახსოვს ნახდათ, რომ ეგეთ ვიდეო ჰქონდა ლოტოს რო ფხეყდნენ? კი. მაშინ ეგ არის. ლოტოს რო ფხეყდნენ და აბა რამდენი მოვიგეთ, ჯიდის ქვაზე ჰქონდა დანელიას მე მგონი. მაშინ ეგ არის. დუბაიში იქნებოდა კი არა, იყო. რა, მე დანელიას ვიტყვი, მოდი, ბილეთი. არა, ბილეთია და არა ესო თუ. არ ვიცი. დანელია, კი. დუბაიში არ გადაუხეკავს დანელიას. კაი, მივიღებ პასუხი. დანელია პასუხი. დუბაიში გადაფხეკა რა შუაშია? დუბაი ცალკეა. დუბაიში ვიდეო ჰქონდა გაკეთებული და გადაფხეკის ვიდეო ჰქონდა. სწორი პასუხია დანელია. დიახ. კალა მიიღებს გაორმაგებულ პრიზს, საჩუქარს და სხვა დანარჩენიც მიიღებს პრიზებს. იდრუგიეც. კალა, ეს ბილეთი აიღე. დუბაი აშუაშია. ეს არის. ვა. და ასევე დუბაის საგზური. ამიტომ გადავიდეთ შემდეგ. საინტერესო იყო ათში, თუმცა დავხვეწავდი. ხო, ანუ არ მოგეწონათ მინიშნები. მეორეზე გეთახობით ძალიან მარტივი გამომივიდა. ირველს, აი მართლა გეუბნები, ირველზე რომ კაპიტანი ფანტასტიკი ყოფილიყო, გაღიარებდი. ბიჭო, ფანტასტიკური. იმდენჯერ თქვით ფანტასტიკური 4-ეული, ფანტასტიკური 4-ეული, თავში სადღაც ბიჭო, მინიშნებაზე 4 კაცი ვარი, მიდიხარ, აბა 4 ხაზგემენი არხი რომელია. ხო, არა, მაგან დაგვაბნია ცოტა. ხო. რაო? ბასტო არა იუთუბერიო? არა, ისეთი იუთუბერი რომ ეგრევე ეხა რა ქეჩენდა აჩი იმაში? ბასტო რა მაგრაკეთებს ბასტო რა კაია. თუ შენ არ იყავი აჩი იყო. აუ მორჩი ამ ჭამას რა. ალა ამოიღე. მომაკლა რა. ამის ფული იცის სოფოკროს აუ ეხა გადაფხიკავს და არაფერს არ მოიგებს და მე ჩვენ დაგვიწყებს რომ ომეციო. ნახა, მე შემიძლია მოგხიდო ჩემი ორი ბილეთი. 3-6-იანია, აღარ გადაფხიკო. ტელევიზიის და YouTube-ის შედარება კომპონენტებში მოვიდა სანდროსთან კითხვა. კომპონენტებით რო შეადანო რა, ანუ კომფორტი, თავისუფლება, შემოსავალი და ცნობადობა. ჯიბაში ჩაგიყავით ხელი? ნუ, რავი, კომფორტი 1.0 YouTube-ი, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია. ტელევიზიის კომფორტულობა ეხა რა არის, რომ დიდი სტუდია გაქვს, გამზადებული ყველაფერი ტექნიკა გაქვს, შეწვალება არ გიწევს, მთელი ჯგუფი მუშაობს 20 კაციანი და ეგ ძალიან კომფორტია, რა თქმა უნდა, ეხა დაწერე სცენარი, მინდი გადაიღე რაც გინდა რა, მაგრამ სამაგიეროდ არის ძალიან ბევრი ეტაპი გასავლელი და ამტკიცოს იმან, ამან რაო? ვერაფერი? აუ, ვიჯო, გჭირდება ეგ. გითხარი. უნდა გადავფხიკო მეც. არა, რა უნდა გადავფხიკო ეს. აუ. სიკაროჩი გამაზე, მოც ჯერ მეორე. კაი, მინ. იბაზე. ხო და ეგ არის რა, ნუ რაღაცა
ბიუროკრატია მეტია, ბუნებრივია და YouTube-ზე ძალიან თავისუფლად ხარ, რაღაცა კარგი იდეა თუ მოგივიდა, მიდი და გააკეთე და შეიძლება ტექნიკურად ისეთი რაღაც არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ გაკაჩოს, ხო? ძალიან მარტივმა რაღაცამ რა. მეორე რა იყო? მეორე ის თავისუფლება. ხო, ნუ ამაში ჩავატიე ფაქტობრივად, რომ თავისუფალი ხარ ბევრად უფრო საუბარშიც, თემებშიც, გაშლაშიც, სადაც გინდა ტელევიზია მამასობაში. ხო, არა, ნუ ფაქტია. ეხლა შემოსავალი ჩემთვის ჯერჯერობით YouTube-ის საერთოდ არ არის შემოსავლის წყარო რა. ფაქტობრივად ვაკეთებთ იმიტომ რომ რაღაცა კარგი იდეა მოგვივიდა პროექტის, სანამ მოიქოქება, ჯერჯერობით ბუნებრივია ჩემთვის შემოსავლის წყარო მხოლოდ ტელევიზიაა. ტელევიზიამ ერთი გოლი გაქვითა. ერთია, ხო? ნუ ჯერჯერობით ეხა თუ კაი არხი გაიჩითა თაროსთაობა და მაძიებელსაც 3-ჯერ 4-ჯერ მეტი ხალხი უყურებს, მე რაღაც შემოსავლის წყაროთაც გადაიქცევა. ხო, იმიტომ რომ აი ხა დავიწყეთ მონეტიზაცია. წინაზე ხაია მოგვივიდა პირველ სეზონში. რაღაცა ისეთი მუსიკები დავადეთ, რომ დაგვიბლოკა რა და მონეტიზაცია ვერ გავაკეთეთ. ხეკასით დამთავროს სტომარმა. ტელევიზიასაც YouTube-შორის 2:1 და შენ არ გაღელვებს? ლომკა. შეჩება 1:50 დამახლა რომ ამომეთო რა, მომედა ერთი. ნუ ჩემი გადაფრთხი. აუ გაიხარა. აი მახარე. აი რა გინდა მე. კი არ ნიშნავს რომ მოხდა. თვითონ რჩება რა, პრიზი თვითონ რჩება, მე პროსტო ხეკავი ვარ. 10%-ში მიდის რა. ამით შეიძლება რო უყურებ თუ ვერა, მე მინდა უკაი. არა. მეტი. აბა დაგი. ცნობადობა. ცნობადობა ჯერ ახლა ასევე გაუჭირდება. იცი რა, ჩემთვის ბუნებრივია გაუჭირდება და იმიტომ რომ ტელევიზიაში ვარ 15 წელია თუ რაღაცა, მაგრამ ზოგადად თანამედროვეობაში მგონია რომ ეხა YouTube-ს ბევრად მეტი ხალხი უყურებს რა. წამოგიხო რა მეტი ხო იცი მე ვას. მოდი, აჩი მე ხო ტელევიზიიდან წამოსული კადრი ვარ. ჩემთვის ტელევიზიის YouTube-ში ცნობადობის თვალსაზრისით, აი ტატოცხო ტელევიზიიდან არის თქვა სიტყვა სპორტული. ცნობადობის თვალსაზრისით 50-ით 0-ია რა. YouTube-ის სასარგებლო. ანუ აი შედარება ახლოსაც არ არის რა. უბრალოდ ეხლა შენ ძალიან დიდი ხანი მუშაობდი. ამ ხელა პროექტი ქონდა. არა მარტო ეგ რასად როდის. მაქვს არის ციგნების თარო ისევ და რაღაც, მაგრამ აი ფიდბექი ბევრად მეტი მოდის ბოლო დროს მაძიებელზე რა. ჯერ სადახ. ხო, არ კაია. ძალიან მიხარია. ნუ შენ შემთხვევაში 2-2-ია, მაგრამ 200 ლარი გაგიწურე უყოდ ერთი მაკლია, ეხა ძმა. მესამე 200-იანი თუ გაიჩიტა ეგ არის? საჩები დაგზაბოთ რა. მაგრამ შენმა წააგო მაგბილი. ვირას მოგაგებინა. აბა, გამოცა 3 ლიმონი რა მოვიდეს 9 მილიონი ლარია? ხარ თქვა რომ 2 ლიმონია უკვე. არა, ერთი არის. გვატყუებენ ეგრე. ნახე, დაბლა რო წვილდება რა, დაბლა რა. შეკითხვა სანდროს. თუ შეგიძლია აუხსნა ჩვენს ახალგაზრდა მაყურებლებს, რატომ არის ციგნების კითხვა მნიშვნელოვანი? ვაიმე 500-იანი. აი ამას ეს შეიძლება. აი ამას რო დაენ. ვერა. მომე რა. შენმაც წააგო. აი მაგას შო გადაგიფხეკო, პოსტა გამაწვი. არა, შენმა წააგო, შენენ მიდევს მე ეს. 12. ნახე, აბა რამე თუ მოიგო ხა. შვიდიანი. მე რას დამიდე შეჩემ შენი ბილეთები. ჩემი რო ნახე. ოპა! ნუ 7 გვაქვს. გაჩფავი, ამაზე ეკეტება რა. მაგარი აზარტულია. ეგ რა არის, 7-იანი რო გაიჩიტა რა? დაბლა რაც წერება, თანხა ეგ მოიგო უკვე ამ ნა. რამდენი? არ ვიცი, დაბლა წერია თანხა. აი მის დაბლა რაც წერია, ეს არის მოგებული ბილეთი. ჯერ არ ფრიკავ თანხას. მოიგო. აი უცებ. ამა ბიჯო. ამოჭერი მე. ოპა 2-500 ლარი. მიდი ეხლა ჩემი და იყოს. გადაჭ. აქ ერთი მოგებულია, მომე რა, მუჯი რა ეგეც რა. ნახე რა თანხა რა. ჯერ არა. უნდა გაგაცნო. საიდან იცი რომ მოიგო ანუ? 07 წერია. იცი ეგ ლოტოს თემა როგორ არის? რავი, შეჭება ყველაფერი მართ. კიდე 07-ია? ეს ნაბუზარი. მეორე თუ მოიგო. თესელი ბედია. აქ არ მოიგოს 50-ად გამოყენებული. აუ ნახე 2-5, ეხა 500 აუ კიდე კაი 200-ია ჩემ. კიდე კაი. მიდი არა შეთესელოში. გადარჩა? სო, 07-ებზე გაქვს 2 მოგება რა. გამარჯვებულმა ხარ გადაფრთხეს. არა. გამარჯვებულმა. 7 ლარი. მადლობა. ამას შეგიძლია გადაცვალო ჯიხურებში. და ბინა.
ბედიო. 3 ლარი. მოყლებები. მაგას არ ვიტყვი. საწერი არ ვერ ხვდები. 07-ის ქვეშ. ოქროს მონეტას ფერი რატო? 7 ლარია მანდაც. 07 სადა არის? ესა? 14 ლარი მაგ? კიტო. მაგ შევატრიალოთ არ გინდა? 2 ბილეთი მოვა ისე. შეუტრი. 7 ლარი ღირს ეგა? ხო, ეგრე აწარმოა. თავისთავად მაგ. მახარ შეიძლება. მაგაზე ვილაპარაკე. ხო რა, წიგნებს კითხვა რატომ მნიშვნელოვანი ავხსენით. მახარ ამოიღე. ბიჭო. ამოიღეთ და აღარ არის მონეტა. ჯიბიდან ამოვართ ისე. არა. რა კოლინაბილზე ჩავარდაჩი. აი, ხმაიხო რა. აი, არ თქორში გინდა. დაბლა. რატო გახიე შეჩემო? ის არ არის. სადა რა? იქ არის. ჩიხოლის ქვეშ, ქოვის უკო. ესა? ესე ამე თამოვიდა. ბიჭო, ეგრე გავათამაშოთ, იყოს მან და ეს არის? სცენა ფილმიდან 12-ის კამი. 20 ბენდერი ცდილობს იპოვოს. ოპა. ერთეულიანი იქ და ურიცალი განაიეთ არის. ერთეულიანი არის. აი ხო ბედიგი. აუ, სად შევარ. არ ვიცი, ამის დიდ. აქეთ გადმოაყირავე ახლა. არა, იმაში შევარდა ხეში თო. პირიქით აქეთ დააყირავე. არა, გავუსუნთავე რომ. რატო გახიე? პირიქით. მაგის გარდა ყველაფერი გამოვა. აქეთ. აი, რა გადმოვა. მე რაღაცეები. 1000 სურპრიზია სკაფში. შევდოს. ოპა. ჩადავეს. всё. ჩაგდე მანდა რა. ხა ამ სკაფში ჩავა. კალა ევროიანი ხო არ მოგცა, კარგად შეხედე. მართლა ოსტა ბენდერი. დებდი ხო პირდაპირ. ბიჭო, არა, რა მიხედავს? დავიჭიე და ამას ვწიდი და. ანუ აი ხარ გამიკვირდება ეს ყალბი რო იყოს რა. აი ამ კრესლოში ქონდა მეორე რეპლიკა გაკეთებული და ეს გაკეთა რომ აქ რასდევს. ვაფშე ეს ყველაფერი რო კატა იყოს რა, რაღაცა წინასწარ მოფიქრებული. არ გამოურიცხავ. გავაგზავნე საუბარი, ჰა? ციგნების კითხვის მსოფლიო რეკორდი ინდუელ ვუნდერკინდ ბავშვს პარანვა ვერას ეკუთვნის. დაასახელა ერთ წელიწადში რამდენი წიგნი წაიკითხა მან შორს ვით ციგნებმა მომდევნო 3 წუთი წიგნს კითხულობს. აუ, ფაჩი. ეს სასჯელი მახარასთვის იქნება. იმ წიგნს კითხულობს თან გერმანელ ფაშის ძერო არის. ერთ წელიწადში რამდენი? ერთ წელიწად, დღეში წაიკითხოს 5 თუ მართლა წაიკითხაზეა. ხომ დღეში 1000 წელიწადზე განდეს. თან ეხლა თქვა. მაგრამ რეკორდი 1000-ად წაიკითხავს დღეში. ხო, წიგნს გააჩნია. პატარა წიგნები შეიძლება გაჩითა რაღაცა, ხო? ნახატებიანი. აი, ერთდროულად ვამბობთ ხო ამაყლა? 365 გავამრავლოთ. მოიცა. ცალ-ცალკე ვამბობთ რა. ხო, კაი. ერთდროულად? ხო. 3 2 წავიდა. 7000. 3 5 7. სწორი პასუხია 7030. 30 თავცდი რა. ანუ ოფიციალურ რეკორდი არის 7030. სამ მოეგო ახლა ეს თან. წააგო, მახარა. მახარ ადეკი ხა წაიკითი. მე თუ ღირს ხარ, აი. წიგნი უდევს მახარას. ესე იგი დღეში თითქმის 20 წიგნი წაიკითხათ. სიცილიელი არის წიგნი, რომელიც უნდა გედოთ მან და მახარამ შეუძლია დაიწყოს კითხვა, მანამდე ამოვიღოთ შემდეგი თემა. წიგნზე რა სამბობ ბიჭო? არა, დუბაის უკვე პირველ ჯამი. შეკითხვა კალას და მახარას. აბა, როგორ ფიქრობთ? მახარ რაღაცა უხერხული კითხვა. უხერხული ჩემთვის მე მგონი. როგორ ფიქრობთ, რა არის ვარდისფერი ავტობუსი და როგორ უკავშირდება ის ჩვენს სტუმარს? მაიკ კორლეონე პალერმოს სპორტის ძელ ეს გავიდა всё. მომზე იდგა და ამერიკისკენ
მიმოვალ ოკეანეს დიდ ლაინერს გახურა. ძალიან იჭერი ბიჭი. თვითონ სარგები დაპირებდა გამგზავრებას, მაგრამ ბოლოს ხმა დეკლამაცია. ხელი დაუქნია პატარა სიძეუზაო ნავში მსხვილ ადამიანებს. ეს კბილები ჩამოშიჩო რომ ვერ კითხულობ ხო კარგად. მოიყვანეს. იქამდე სუდი ის ხოლო მანამდე კი რამდენიმე წლის განმავლობაში გამოდის და ეს ნავი ლაინერის თეთრ ასე კითხულობს ხოლმე ხო? ხშირად. უნივერსიტეტში თეატრალურში აიყვანეს. კი. აი, מחარ ორი წამი. ყველაზე მოცურავე ერთი და იყო ის ჭუჭული. ჭუჭული? מחარ ორი ადამიანს მე მგონი ამ დღიდან იწყება מחარას დაბრუნება ციგნებთან. ეხა იმ ზე და პლიაჟი ძალიან מחარ ვარდისფერი ავტობუსი. გაგი მეორე კითხვა. სუნთქა შემეკა. ვარდისფერი ავტობუსი? როგორ ფიქრობთ რა არის ვარდისფერი ავტობუსი და როგორ უკავშირდება ის ჩვენ სტუმარს, ხო? ნუ არ მე მგონია პირველი კითხვა არის რომ არ ვიცით, ხო? ვერსიები შეგვიძლია ვთქვა, ვიცი რომ არ იცით, მაგრამ ვარდისფერი ავტობუსი. ხო. წიათ ცხოვრებაში რამე ხო არისო? ვარდისფერი სათვალე ხო არის გამოთქმა, რომ ვარდისფერი სათვალით უყურებ ცხოვრებას. შეიძლება უბრალოდ წიათ ვარდისფერი ავტობუსიც ხო არ არის რამე? შეიძლება უბრალოდ წიათ ცხოვრებაში იყოს უწინიორი და ვარდისფერი ავტობუსი მაგიტო ყავდა. ვარდისფერი ავტობუსი არ არსებობს ბუნებაში ანუ. როგორ არ არსებობს? ნუ კი როგორ არა, ხო, იშვიათია. რაღაცები დადის ტურისტული. ინტერ მაიამის ის თუ არ არიან რაღაც ავტობუსი არ უნდა იყოს. აი, მოდი უთხრეთ პასუხი და მეც მაინტერესებს ეგ სახელი რატო შეირჩა მაგალითს. თუ მახსოვს. მოკლედ ვარდისფერი ავტობუსი ერქვა არტ პროექტს, არტ ჯგუფს, რომელშიც რამდენიმე ადამიანი ვიყავით გაწევრიანებული ღრმა 2000-იანების დასაწყისში, სადღაც 20 წლის წინ. მე და კიდე რამდენიმე პოეტი, მწერალი, დრამატურგი და აი მაგისის განახლებული ვერსია იყო და ერქვა ვარდისფერი ავტობუსი. მაშინ ძალიან ესეთი ხულიგანი მწერლები ვიყავით, მაგალითად რაღაც ავტობუსებს ვიტაცებდით ხოლმე. ავდიოდით ჩვეულებრივ სახაზო ავტობუსებში ბოლო გაჩერებაზე ოღონდ მთლიანად ყველანი ჩვენ და მთელი გზა ვკითხულობდით ლექსებს მაგალითად ხმამაღლა და ესე ვაწუხებდით ხალხს. მგლობს გადააგდებდი და მე რომ მიყავდა და დაშილებში აბარებდი. ხალხი ლექსებს კითხულობდა. როგორი ვანდალიზმია ის ავტობუსში. აი რაღაც ქუჩის ესეთ პოეზიის საღამოებს ვაწყობდით ხოლმე. ნუ მოკლედ რაღაცა ის იყო რა. პოეტური პერფორმანსების განმახორციელებელი პოეტური ჯგუფი. ორდენს არ ვეძახდით ჩვენ თვითონ რაღაც არ მოგწონდა ეგ სიტყვა ძალიან ორდენი რაღაცა. ხო და ამიტომ დავარქვით ვარდისფერი ავტობუსი. მე მექნება კითხვა ამათთან. თქვენ ქართულად გახმოვანებულ ფილმებს თუ უყურებთ ორივე? ალექსანდრის გახმოვანებული გექნებათ აუცილებლად პროსპეტილი. ისე ვიდეოში არ ვარ ნამყოფი, აქ უკვე იქნება ახლა კომენტარი რა. ეს კაცი ფილმებს ხო ახმოვანებდა? კი. მახარ გახმოვანებული ალექსანდრის გახმოვანებული ფილმები. კი. ეგ ძალიან მაგარი რაღაც მითხარი შენ ორშაბათობაში ვკითხე მაგაზე რომ აი მაგ თემას უფრო იმიტომ დავთანხმდი რომ რაღაც ესეთი ფილმები რაც მინდოდა რომ ქართულად ყოფილიყო, რომ ქართულ აუდიტორიასაც ეგეთ შეთანხმება გქონდა ხო რომ რაღაცა აი ეგ ბიჭო მოусმინაკეთ. მაღალ ოჯახიან ქართულად გახმოვანებული ფილმი არ არსებობს, იმიტომ რომ არ ყავს მაგდენი პერსონა რომ გადაახმოვანოს. ამიტომ ერისდება ყველა გახმოვანების სტუდია რომ ამერიკული მრავალშვილიანი ოჯახის ფილმები გაახმოვანოს. კი. არა ხო, ეგრე დუბლირება ძალიან რთულია მართლა. მამიკო, ეგენ ისინი ხო არის? ანუ შენ რო ბავშვსაც ახმოვანებ კატასაც. სუკანი ბავშვი რა მამიკო მე სიტყვას და ყალა, ერთი თხოვნა მაქვს. ძალიან გთხოვ. ძალიან მიყვარხარ ფილმი არასდროს გაახმოვანო. ხუმრობითაც კი. არ გაგიხმოვანებია? არა. და ჩავთვალე. ცუდი ხმა კალას? რატო პაროდიის უნარი აქვს და გააკეთა შეჩემა. ნუ ბიჭო ფილმში მე არ უნდა ვითამაშო, არ უნდა გავახმოვანო, შენი მოსაწონი ვერ გავაკეთე, ვერაფერი შეჩემა. ცუდი ფსიქიობია ისა. არა, უარესი ბავშვები იჩიტებოდნენ ხოლმე. ეხა ეს უცებ ქენი კაცო თორე შენ მოგწევია ბავშვის ხმისან. კი. მე ვახმოვანებდი ორხმიან გახმოვანებაში რა. ამიტომ ყველანაირი მამრობითი ბავშვი, კატა, ხე, ყველაფერი ვიღავი ხოლმე, გარდა ქალებისა. ფილმი მაქვს გახმოვანებული. ხო. გახმოვანებული მაქვს. მე რიკ ენ მორტის პირველი ნაწილი ჩემი თარგმნა და გავახმოვანე. მშვენიერი. მაი ვიდეოზე დევს. მართლა ყლეობა ძალიან არ უყურებთ. ხო და. ხო, ეგრე შეთანხმება გქონდა ჩვენ, რომ 5 კომერციული ფილმში მე ერთს მევირჩევ.
და ესე ვახმოვანებდით რაღაცებს. ძალიან ბევრი კლასიკური ფილმები. ხო, კლასიკური რაღაცა ფილმები არ იარსებებდა არასოდეს ქართულად, მაშინ რო არ გამეხმოვანებინა. მაგ შეთანხმების ფარგლებით არაერთი ფილმი და ძალიან კარგი არის რომ ეგ საქმე დაძარი, იმიტომ რომ დარწმუნდა რომ მაქსიმუმს არავინ არ გაახმოვანა. ხო, კი. ხალხ საათს ნახევარია რაც წერთ გადაცემას. მინდა არა. ბოლო თამაში დარჩა ძალიან კარგი თამაში და კარგი პრიზი აქვს მაგ თამაშთან. მაგ თამაშით მინდა რომ დავამთავროთ პოდკასტი. კალა წაიკითხე. ეხლა რა წელს ვინც ამოიღო? შეჯიბრი მახარას და კალას შორის. სანდრომ საჭია. რიგრიგობით ჩამოთვალეთ უცხოური მწერლები, პირველისაც ამოეწურება, ანუ წაგებული მიიღებს ბიბლუსის 100 ლარიან ვაუჩერს. ვა, მახარას ტრაქში წავაგე მართლა. ალეზე მკიდიაში. ძალიან კარგი. რას მიიღებს საჭი? არა, მე მაინტერესებს. არა, მე მინდა. ეხლა ფიქრობ და გავიარო წიგნები და ვიყიდო თქო. წაიღე მე შეჩემ. არ ვითამაშოთ? ჩამოთვალე. შეტენე ტრაქში მეთქი რაც შემყლეთ მინდა ბიბლუსის ვაუჩერი. როგორ ვზრუნოთ, ჩვენი გადაცემა დგას ეროვნულ ინტერესებზე, მეგობრო. აუცილებლად სახელმწიფოს სხვა რაღაცეებიც არის. ფინანსური დონორი გჭირდება, ფინანსური დონორი სახელმწიფო რა შეება. ამ გადაცემას სადაც ცოდნის აყვანი ირწევა, მეგობრებო, არა ფინანსზე. დაგიწიე პირში შეჩემა. ღმერთო ჩემო, ამ ადამიანს რომელიც გამოდის და გააჯვიშე მოუწევს წიგნის ვაუჩერი ტრაქში უნდა გაიკეთო. აი ამ გადაცემას როგორ არ ხავს? აი ტრაქში აყვებული ბროწეული ხარ ზუსტად შეჩემა იმენ აი იდი ნახვი. ეხა ილაპარაკე ყველგან შეჩემა რომ ეგ მითხრაო. გააჯი და რა თმიდა 100 ლარიანი ვაუჩერი შეჩემა. სანდრო კარგად სამოს სხვა რაღაცეებიც არის ბიბლში იყიდება ბორდ გეიმები რაღაცა სუვენირები ბევრი რაღაცაა მახარ ისინია ვინტები და ყლუჩები და ისინი შემოაქვთ ეხლა მოტორის ისინი მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი საქართველოში ვისაც ალბათ ყლუჩი და რამე ანუ არაფერი არ უნდა უხსენო რა იმიტომ რომ ალბათ დავიც აი არ თამაშობ ან ბიბლშის დამყოფი არ ხარ გასაგებია თამაშობ ბიჭო თამაში გაიშდა პროსტა ის არის რა არ მინდა ვაუჩერი ისე მიეცი. თამაშობთ? ო. კაი, დავარ. თან ისიც რა ყალე. ვაი მე ხა უნდა გამეარა ციგნებზე და ასე. აი მაგისი ჯერად. რა მოხდანა? მაგისი შედა მე რო ვაჯი და ვაფუთხე. აი გერა და ის რასე აიჭრა ბიჭო იმასე კი არა რომ ეს რა წამომწდაო. თავისი ტექნიკა არის და მაგითო თავისი ტექნიკა დაიჭრა. ეს დააგვიანდება შენ ძბას. ბიბლოში გადის ციგნები უნდა არჩიოს და ხო იცი რა შრომატევადია. ბიჭო, არის მე მახარამ თუ ვიცი სახელსა და გვარებს ვიტყვი. სახელსა და გვარებს ვიტყვი. დაიწყე. თუ არის კიდევ გაარტყა. დაიწყე. პროსტა რენდომ. იმენი ვიცი რომ სახიო ხა. მაგრამ რამდენიმე წიგნი დაწერილიც აქვს. არა. მართლა დავიწყე. აგატა მიღებული. აგატა. საჯი არის ხო ის? არტურ კონან დოილი, მაშინ იგივე ჟანრში დავუშვეთ. არტურ კონან დოილი ბასკერლების ძაღლი მაქვს წაკითხა. ვა, საულ შეჩემო, აჰა. აი, წითელ თვალები. ბასკერლების ძაღლი მყავდა უნდა გეთქვა. სულ 20 წუთი მქონდა რომ პიტბული გამესადა. 30 წამიან ტაიმერს გირთავთ, თორე ძალიან გაიწელება. აგატა კრისტი ქალი მწერლებით ხოლმე გააგრძელებ. აუ, ბაზარი არა. აი, მარიო პიუზო. ამას არა, მეგობრები ამ ჩემი. დღეს ვახსენეთ და ჟიულ ვერნი იყოს, მოდი. ჟიულ ვერნი. ბიჭო, რუსები მოჟნა? შენეთიკაზე. რაც მათქო რომ 100 ლარიანი ვაუჩერი წიგნის ტრაქში შემაყარეო და ბოლო გვერდებზე არის ხოლმე ხანდახან სხვა გამოცემული წიგნები. მე ტელეფონი ხო არა ვიღო და დავსერჩო. წიგნი ნარადი შეყლეო. თუ აქვს, თუ არ აქვს, არ იქნება. დოსტოევსკი. ოპა. ეგ ხონდა ყოზია. всё 1.50 ავტორია აქვს. ბიჭო, გაშალა შეჩემა ეგ. გაიგე? ტელეფონს გავყედა. უწერია. არა, შუაში არის. ჯერ დაიმახსოვრ. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი. და მიღებულია სტენდალი. ეს რა არის ხა ეს? ვაიც ადამდა გაკაჭავს. აზიმოვი. რეი ბლედერი. ბრედბერი შეჩემა. რეი ბლედერი. რეი ბლენდერი. ბეგბედერი. მე ვთქვი, ყლეო. ხო და ბეგბედერი სხვა არის. ბეგბედერი სხვა არის. ან ბიგი ბაგი მაშინ ეს ეგ არის ყლეო. პაკი პუკი. ეს იძახის ვიჯო.
შენი ძახი შეჭა ბრედბერი ვერ თქვი. ბიჭო, რა სიყვარს ანუ სახედა გალკი. ხილივით გავარდა, შევდა ბიგი ბაგი. ყალეა, აი. ოახ. აუ რუსები, ვინ ჩემი გამოვში რუსები იყოს რა. მახსოვს ერთი დოსტოევსკის 5 წამი დარჩა. აი ოსტატ და მარგარიტა რო წაიკითხე, მახა რა ეწერა დასაწყისში. ყალეობა ვარ წაიკითხო. აგვაჩე ხარ. საკმაოდ მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. გამომცემლობის სახელი თქვი, ეგ ეწერა თუ საფირონი. სტამბა. სარუმანი. საფირონი. მოდი გავაგზავნე, მეც გეტყვი. საფირონი. შეიძლება ვინმეს ფსევდონიმი. გენდალფი. ნახე მეთქი, მართლა გეუბნები. სახელი არ მახსოვს, მაგრამ გვარი. არა, საჯი არის ალექსანდრე. ბაზარი არა. საფირონის საფირონი არის. ალექსეი საფირონი. მაქსიმუმ წიგნი იყოს. ამაზე ყველა მწერალი იცი ეგრე დარწმუნებით რო იძახი? ნუ გაგონილი მაინც მექნება, კი. მენა მოგეთხოვება. მალხას საფირონი, ქართველია, სამწუხაროდ. ალექსეი საფირონი იყო, აი. კალა მოიგო. წუთი. ისა ანა ფრანკის დღიურებია? ხო, ანა ფრანკი მაშინ. მოსულა. მოსულა რა დრო გასული. რა ხო, მანამდე საუბრობდი. დრო გასული არის? კალა მოიგო. ეს ვაუჩერი წესით. ვერ მოგიგებ, მაშინ გააგრძელე. არა, საფირონებს თუ გიტყვი. არა, ანა ფრანკი მეთქი, გოგითხარი. ბულგაკოვი. აი, ყალე. შენ ბულგაკოვის რუსებით გიგებს რა. შუფუწინსკი. აგუტინი. არა. ლექსების კრებულია გამოცემული. მადლობა ძალიან დიდი. აჰა. უღმესი მადლობა. საღამოს გეგმა. შემდეგ აცაში ფოტოს მოჯო მაგასთან რა იყიდე, გაიგე? კი. საფირონი თუ იყიდე. საფირონის რა გაქვს? აი, ვის გაუკეთებენ ტრაქში მოვუჩეს. ლოთები და შფოთები, რაღაცა სიყიდის. როგორ გადავაგდოთ ალკოჰოლი. დამთავრება ვისკენაა დღეს. მეგონო, დაგემშვიდობით მე არ მეგონა. მე არ მეგონა. გავერთეთ მეგონა ძალიან გავერთეთ. შვენიერი. აი, ხანდახან ხო გეუბნებით, არა, ნაკითხი ხალხიც უნდა ჩამოიყვანო შენ დონემდე, რომ ესეც გაიგო რა ძახია რა. აა, კალატოსაც შეეხება უცებ ბოლოს. ეგეთი კაი მწერალია მართლა? ვინა? დოსტი. კი. მართლა? ზე? ისე რომ რა მთელ მსოფლიოზე მოახდინა გავლენა რა. დაჟე რუსი რომ მაინც? ბიჭო, უსი რომ ებრძოდა სისტემას. სისტემას ებრძოდა ისეთი ახლა მე ამბოხე და რაღაც არ ყოფილა, მაგრამ ბევრი პრობლემები ჰქონდა. არა, ხულიგანი იყო. სახრჭობელადან ჩამოხსნეს. იცახია რომ ავტობუსებში ჯდებოდაო და იტაცება. ლექსებს კითხულობდა. კითხულობდა თუ ამ ხალხს ეძინებოდა და ავარიები ხდებოდა და სხვა შორის ეგეთი ყავდა ყვითელი პაზიკი იყო ხოლმე გორში. თქვენ ხვადიოთ ვერ დაიხარჯე რაღაცა უნდა თქვენ ხვადიოთ თქვენ არ წვებოთ. თქვენ ხვადიოთ არა ჩვენ იქიდან ფული ჩამოგქონდა ხოლმე რანაირად ლექსების საკითხებად იქ ხურდები ხო ყრია წინ იმაზე ნაჭერ გადაფარებულზე აბა როგორ ვახ კაი დავამთავროთ მეგობრებო გავერთეთ რას მე მგონი რა ვიცი ჩვენი სტუმარიც გაერთო იდეალურად მივხვდარი YouTube-ზე არა მარტო თავისუფლება გინება და ცოტა ზედმეტი თავისუფლებაც კი არის აი მოხიხილი ხიპიანი ხალხი დაждდება და რაღაცა სიტყვებს ეს ბოლოგილი გახსნილი არა მაქვს პაშა და რასრულებით წარმატებები მე გისურვებ რომ შემდეგ გასამაში რომ მოგიწევთ წარმატებაც არ გჭირდება იქ რომ კითხვა იქნება რომ შემოსავლის კუთხით ტელევიზიათ YouTube-იო ან 4-0 მორჩეს მე უკვე აი ეს რაღაც მოიწე გამაზე ბიჭო რაღაცას ხო არ აკეთებდი მაგრამ მოიწე ეს თუთი ფრიკავდი შეიძლება რა თქვი ბიჭო აი დავამთავროთ